კაი, დავალებაში ქონდა 4 ამოცანა, ხო? და ეხლა თითოეულ სამხსნო აქ მიწერია მე. და თან ზუსტად გავიაროთ რა იყო მოთხოვნა და როგორ შეგვეძლო რომ ამგვახსნო. ნუ შეიძლება ბევრი გზა არსებობდეს, მაგრამ აქ ერთ-ერთი მაქვს რამდენიმე აქვს ნაჩვენები. კაი, მოდი თან მივახოთ. ხო, ეს წინაზე არ მიხსენებიან. ერთ წამით ბოდიში. ხო. ეს წინაზე არ მიხსენებიან Google Colab-ში შეგიძლიათ რომ კოდის გარდა წეროთ უბრალოდ რაღაც დაფორმატებული ტექსტი. ამ შემთხვევაში ამას რომ Shift Enter-ს დავაჭერ, ეს ანუ რეალურად Python-ის კოდი კი არ არის, უბრალოდ რაღაც Markdown-ის ფორმატია. და ამით შეგვიძლია რომ ჩვენი ნოუთბუქები უბრალოდ გავალამაზოთ, მეტი არაფერს არ არის. და ამ Markdown-ის გამოტანა შემიძლია ესე რომ აი აქ ზემოთ ნახეთ კოდის ნაწილი ხომ არის, რომელიც ახალ ცელს ქმნის, ახალ უჯრას. Discord-ის ლინკი რომ ჩამიგდათ შეგიძლიათ. აი მგონი სალომე დაგვეხმარება მაგაში, რომ Discord-ის ლინკი ჩავაგდოთ. ჩავაგდება ხო. ხო, ანუ ერთი არის ეს კოდის ბლოკი, სადაც Python-ის კოდი იწერებოდა რაღაც 1+1 რო დავწერო. ეს არ ჩაგვირთავს. ეს +1 რო დავწერო, რაღაც გამოდის ლოგიკური რაღაც ოპერატორი, მაგრამ აი ამ ტექსტის ბლოკს თუ ავიღებ და აქ რო დავწერ 1+1-ს, გამოვა ისევ 1+1, ანუ ჩვეულებრივი ტექსტი არის. და ამ ტექსტის გალამაზება მე შეგვიძლია რომ აი აქ DS თუ დავწერ რაღაც უფრო დიდი ფორმატი. ეს უბრალოდ ჩვენი ამ ოპერატიული პასუხი. ბოდიში ელენე ვერ გავიქე კარგად. და შემოსვლა ბოდიში თქო გამარჯობა თქო. გამარჯობა. ხო, და როგორ ვაკეთებთ რა ეს if-else-ები რო ვისწავლეთ, თუ ამ ოპერაციას შემოვა string-ად პლუსი, მაშინ რა უნდა გავაკეთოთ რა ეს ორი რიცხვი უნდა ავჯამოთ, ანუ n+m უნდა დავაბრუნოთ პირდაპირ. თუ შემოვა მინუსი, მაშინ n-m უნდა დავაბრუნოთ, თუ გამრავლება n-ჯერ m და ასე შემდეგ. და თუ რაღაც ისეთი ოპერაცია შემოვა, რაც არ გვაქვს ჯერჯერობით დაიმპლემენტირებული, შეგვიძლია რომ უბრალოდ ერორი გამოვიტანოთ. მაგრამ ეს ანუ არ იყო აუცილებელი, შეგვიძლია ამის გარეშეც დაგვიწეროთ. და რა 10 n-ს თუ გადავცემ 10 და m-ს თუ გადავცემ 20 და ოპერაციაში გადავცემ გამრავლებას, უნდა დავთვალოს რომ არის 200. თუ გადავცემ რაღაც მინუს, უნდა წეროს რაღაც -10. კაი. ამაზე ხო არ გქონათ რამე კითხვები? ესეთ ეს არ იყო ძალიან რთული. აი. მეორე ამოცანა იყო ესეთი, რომ დაწერეთ ფუნქცია, რომელსაც გადაეცემა რიცხვი, ფუნქციამ ეს რიცხვი უნდა შეაბრუნოს და დააბრუნოს შებრუნებული რიცხვი. მაგალითად 1 2 3 შემთხვევაში უნდა დააბრუნოს 3 2 1. და ეს შედარებით უფრო რთული იყო. რაღაც ალგორითმი უნდა მოგვეფიქრებინა, როგორ შევაბრუნებდით რიცხვებს. და ნუ ეს ერთ-ერთი მაგალითია რო ვიღოთ, აი 1 2 3 შებრუნება რა არის, რომ 3-იანი ავიღოთ, აი ბოლო რიცხვი ავიღოთ, დავამრავლოთ, რამდენი რიცხვიც გვაქვს, რამდენი ციფრიც გვაქვს ამ რიცხვში, იმდენჯერ 10 ხარისხი, ანუ 10 ხარისხად 2-ზე უბრალოდ, -1. ანუ 3-ჯერ 10 ხარისხად 2, ხო? 3-ჯერ 10 ხარისხად 2. ეს მოგცემს 300-ს. შემდეგ მეორე ციფრი ავიღოთ და ეს დავუმატოთ ამას. გამარჯობა. 2-ჯერ 10 ხარისხად 1, ანუ 20. და დავუმატოთ ბოლოში 1-ჯერ 10 ხარისხად 0, ანუ 1. და ამით მივიღებთ, რომ 300 დამატებული 20 დამატებული 1, ანუ 321. ანუ ეს იყო ალგორითმი. ალგორითმზე ხო არ გქონთ რამე კითხვა? ანუ რომ შევაბრუნოთ რიცხვი, ამის საჭიროა რომ უკნიდან გამოვუყვეთ. უარყოფითი რო იყოს რიცხვი. ხო, აი უარყოფითი თუ არის რიცხვი, მაგ შემთხვევაშიც შეგვიძლია რაღაც მოვიფიქროთ, რომ მაგალითად დავიმახსოვროთ, რომ რიცხვი უარყოფითია, მერე გავაპლიუსოთ, ისევ დავთვალოთ რივერსი და ბოლოში დავწეროთ მინუსი. ანუ ამ შემთხვევაში თუ შემოგვივიდა რაღაც n-ი, აი ამ ცვლადში მაგ დამახსოვრებული, რომ n-ი უარყოფითი არის თუ არა. არის თუ არა ნეგატივი. და ისევ ავიღოთ რაღაც absolute value, ნუ ეს ფუნქცია კი არ გაგვივლია, მაგრამ Python-ში არსებობს, რომ abs ესეთი ფუნქცია არის, -10-ზე რომ მოვდო დამიბრუნებს 10-ს. ანუ მინუს რაღაცაზე რომ მოვდო, absolute value დამიბრუნებს პლუს. ან მეორე ვარიანტი იყო, რომ თუ მინუსით შემოვიდო და -1-ზე გავემრავლებინა უბრალოდ.
აი აქ დავიმახსოვრეთ არის თუ არა ნეგატიური, მე absolute value მოვდეთ და სანამ n-ი მეტია 0-ზე, ესეთ ფორმულას ვიღებთ, რომ დარევერსებული რიცხვი არის დარევერსებული რიცხვი გამრავლებული 10-ზე პლუს n-ის ნაშთი 10-ზე. ეს რას ნიშნავს, რომ თავიდან reverse number-ში რო ქონდა 0 შენახული, 0 ჯერ 10, ანუ 0 ისევ პლუს n-ის ნაშთი 10-ზე, რაც არის თავიდან 3, ხო? ანუ 123 შემთხვევაში n-ის ნაშთი 10-ზე არის 3. მერე n-ს გავყოფით 10-ზე, მთელი გაყოფით, იმიტომ რომ დაგვრჩენოდა 12 და რას გავაკეთებთ, რომ ანუ სანამ ეს ციკლი იტრიალებს, ჯერ მივიღებდით 300, მერე ამას დაემატებოდა 20, მერე დაემატებოდა 1. და თუ რაღაც მინუსებში იყო ეს რიცხვი, დავაბრუნებდით minus reverse numbers, თუ ნეგატიური იქნებოდა, თუ არა და ისევ მიშოთ შემოვუშვათ. ანუ ეს რო გავუშვათ რაღაც 1-2-3-ზე დავაბრუნოთ 3-2-1. -1-2-3-ზე რო გავუშვათ -3-2-1. ასეთ ნებისმიერ რიცხვზე უნდა იმუშაოს. აი ეს სინტაქსიც გონი არ გიხსენებია, ნახეთ როგორი რაღაცა, შეგვეძლო რომ რაღაც ესეთი რაღაც დაგვეწერა, რომ if negative return minus reverse number else return reverse number. ანუ ეს კოდი და ეს კოდი არის ერთ და იგივე, უბრალოდ Python-ში ერთი ხაზით შეგვიძლია ამის გაკეთება, რომ დამიბრუნე minus reverse number-ი თუ ნეგატიურია. თუ არა და დამიბრუნე reverse number. ანუ ეს რაღაც მარტივი სინტაქსია Python-ის, რომ ერთ ხაზში შეგვიძლია if else-ით დავწეროთ. მას გასვიცემი? მას აი ის ვერ გავიგე, აი ნაშთიად 10 რატო აკეთებთ მას, აი ანაცი რო. აი ამ მომენტში, ხო? ხო. დიახ. ანუ თუ ყოველ ჯერზე გვინდა რომ თავიდან ავიღოთ, რადგან გვინდა რომ შევაბრუნოთ მეტად 1-2-3. მინდა რომ ავიღოთ ეს ბოლო ციფრი, ხო? 3-იანისთვის, იმიტომ რომ 300 მივიღოთ რაღაცნაირად. და 3 რომ მივიღოთ მაგისთვის n-ის ნაშთი 10-ზე, ანუ 123-ის ნაშთი 10-ზე ყოველთვის არის ეს ბოლო ციფრი, ხო? დიახ. და მაგისთვის გვჭირდება ეს 10-ზე დანაშაული, რომ ბოლო ციფრი ავიღოთ. კარგით მას. გავიგე. ეს ამ ბოლო ციფრს რომ მივიღებთ, გავამრავლებთ 10 ხარისხად 2-ზე მივიღებთ 300-ს, მერე ამ 12-ის ბოლო ციფრს ავიღებთ, ანუ 2-იანს, გავამრავლებთ 10 ხარისხად 1-ზე, 20-ზე, ანუ 20 მივიღებთ, 300 პლუს 20 და ბოლოს 1-იანი დაგვრჩება და იმ 1-ის ნაშთი 10-ზე იქნება 1 და 321-ს მივიღებთ. ყველა სხვა შემთხვევაში ეს იგივე. აი, მოდი ეს დავშალოთ. ეს აღარ გვინდა. კარგი. ხო, ამ მოხსნეს ავტორთან ჩვეულებრივად და თქვენ შეგეძლებათ რომ გავუშვათ და გადავხადოთ. ერთი კითხვა მაქვს. პირველი ხაზის სინტაქსი ვერ ხვდები ბოლოში. ინტიროა და რაღაც ის არის. პირველ ხაზში. აი ეს. არა, ზედა. ბოლოში რო წავ. თუ კიდე სხვა. არა, def reverse number any int. ხო. ეს ხაზი. ხო, ეს არის უბრალოდ ფუნქციის აღწერა, რომ ჩვენი ფუნქცია დავარქვით სახელად reverse number-ი, ანუ რასაც აკეთებს, ანუ აბრუნებს რიცხვებს და მაგიტო დავარქვით ესეთ სახელი. ნუ შეგვიძლია რომ რაღაც ნებისმიერ რაღაც დაგვირქვია, მაგრამ ჯობია რომ რაღაც ლოგიკური სახელი დავარქვით. ამ შემთხვევაში რაღაც reverse number-ი დავარქვით. და ამ ჩვენ ფუნქციას გადაეცემა რაღაც რიცხვი ნებისმიერი და აბრუნებს ასევე რიცხვს. ანუ რადგან რიცხვი გადაეცემა და რიცხვს აბრუნებს, ესეც სინტაქსია, რომ ჯერ ფუნქციის სახელი, მერე რა გადაეცემა, ამ შემთხვევაში გადაეცემა რაღაც ინტეჯერი და აბრუნებს ინტეჯერს. ეხტი ხო. ფუნქციის დეფინიცია. კარგი. ეს არის გამოძახება ამ ფუნქციის. ნეგატივ უდრის, ანდეცა. ნეგატივ უდრის n-ნაკლებად 0-ზე რას ნიშნავს? ხო, აი ნახეთ, თქვათ n-ი არის 100 - 123. და ესე რაღაცა დავწერო, ნეგატივ უდრის n-ი ნაკლებია 0-ზე. და დავუბეჭდა ნეგატივ. რა ეწერება ნეგატივში? სრულ. ანუ უბრალოდ ამ ხაზით ვამოწმებ არის თუ არა ნეგატიური, ანუ ბულიან ცვლად იმჭირდებოდა, რომ გამეგო არის იყო თუ არა ნეგატიური. და მაგას ვაკეთებდი ამ ხაზით, რომ n-ი ნაკლებია 0-ზე დამიბრუნებს true-ს თუ n-ი მართლა ნაკლებია 0-ზე, ანუ -123. თუ გადავცემ 1-იანს, ნეგატივში ეწერება false.
ხო და ანუ მარტო ბოლო ხაზისთვის პირდებოდა რომ ეს მინუსი მიმემატებინა თუ არა. იდეაში ანუ აუცილებელი არ იყო ეს მინუსებზეც რომ ემუშავა, მოთხოვნაში არ იყო, მაგრამ მაინც დავწერთ. კარგი. და ეს მესამე ამოცანა იყო, რამდენიმენაირად შეგვეძლო მგონი გავუკეთებინა, აქ ერთნაირად მაქვს ამოხსნილი. დაწერთ ფუნქცია, რომელსაც გადაეცემა რიცხვი და უნდა დააბრუნოს ეს რიცხვი არის თუ არა პალინდრომი. აი ეს არის რაღაც მარტივი ამოხსნა. რომ რადგან ეს reverse number უკვე დაწერილი გვაქვს ფუნქცია. ზემოთ რადგან დავწერეთ. შეგვიძლია რომ პირდაპირ ეს n-ი რო შემოგვივიდა, თუ n-ი უდრის reverse number n-ს, მაშინ არის true, ხო? ანუ პალინდრომი არის ისეთი რიცხვი, რომელიც შებრუნებული ზუსტად იგივეა. ამ შემთხვევაში მაგალითად ერთიანი არის პალინდრომი. იმიტომ რომ ერთიანი რო შევაბრუნოთ, ისევ ერთი ციფრია და ისევ ერთიანი. ას 12 არ არის პალინდრომი, იმიტომ რომ 12 რო შევაბრუნოთ 21-ს მივიღებთ და 12 და 21 არ არის ერთი და იგივე. 1 არის პალინდრომი, ხო? იმიტომ რომ ეს რო შევაბრუნოთ, ზუსტად იგივე რიცხვს ვიღებთ. ანუ თუ მანამდე გქონდა დაწერილი ეგ ფუნქცია, შემდეგშიც იმოქმედებს, ხო? კი, აი ეს reverse number-ი რო ავწერეთ აქ და ეს ბლოკი გავუშვით, უკვე შეგვიძლია რომ ამ ფუნქციაში გამოვიყენოთ. და ამ შემთხვევაში მართლა is palindrome number იქნება რომ უნდა დააბრუნოს true, თუ n-ი უდრის reverse number-ს გამოძახებული n-ზე. და მართლაც ანუ თუ რიცხვი უდრის თავის შებრუნებულს, მაშინ არის პალინდრომი. და რო გამოვიძახოთ 1 2 2 1-ზე არის true. რო გამოვიძახოთ 12-ზე არის false. ანუ ეს კარგად გამოგვივიდა, იმიტომ რომ ანუ ძალიან მოკლე კოდი გამოვიდა იმის ხარჯზე, რომ მანამდე ცალკე გავიტანეთ ეს ფუნქცია. რაც ანუ კარგი პრაქტიკაა. კარგი. ამაზე ხო არ გაქვთ რა მეკითხვა? ესეთ ანუ ამას თუ დაწერდით, ეს მერე მარტივი იყო. ეხა არა, მანამდე მქონდა კი. მადლობა. კარგი, ესეც ვქენით და ბოლო ამოცანა დარჩა დაწერთ ფუნქცია, რომელიც დაითვლის რიცხვის ფაქტორიალს. აი, პირველ რიგში ფაქტორიალი თუ არის თვითონ ხელი აწეთ და ეგეც ვთქვათ რა არის. ან მოდი მაინც ვთქვათ ზოგადად. რიცხვის ფაქტორიალი არის 1-დან ამ რიცხვამდე რიცხვების ნამრავლი. ამ შემთხვევაში 10-ის ფაქტორიალი, ესეთი ძახის ნიშნით აღინიშნება, 10-ის ფაქტორიალი არის 1-ჯერ, 2-ჯერ, 3-ჯერ და ასე შემდეგ ჯერ 10. ანუ 1-დან 10-მდე რიცხვების ნამრავლი. 100-ის ფაქტორიალი არის 1-დან 100-მდე რიცხვების ნამრავლი. აი და ფაქტორიალს როგორ მივიღებთ, რომ ისევ ანუ ფაქტორიალ ფუნქცია უნდა დავწეროთ, გადმოგვეცემა რაღაც რიცხვი და უნდა დავაბრუნოთ ასევე რიცხვი, ინტეჯერი. და რა უნდა ვქნათ, რომ თავიდან რაღაც რეზალტი შეგვიძლია ავიღოთ, 1-ის ტოლი შეგვიძლია იყოს და for loop-ით რო გადავუყვეთ თითოეულ რიცხვს n-მდე, for I in range 2-დან n+1-მდე, რადგან n-ის ჩათვლით გვინდა, რეზალტი გავამრავლოთ i-ზე. ანუ ჯერ რეზალტი იქნება რაღაც ერთიანი, მე რეზალტში ჩაიწერება 1-ჯერ 2, მე 1-ჯერ 2-ჯერ 3, მე 2-ჯერ 4 და ასე შემდეგ. 10-ის შემთხვევაში. ხო, AI-ც მიწერს ამას. ხოც ბოლომდე ამთავრებს. აი, ამაზე ხო არ გაქვთ რა მეკითხვა. ანუ 2-დან n+1-მდე გადავუყვებით და ყოველ ჯერზე ვამრავლებთ. ხო, 2-დან იმიტომ ვიწყებთ, რომ 1-ზე გამრავლებას ხო აზრი არა აქვს, ანუ 1-დან 10-მდე რიცხვების ნამრავლი ხო იგივე რაც 2-დან 10-მდე რიცხვების ნამრავლი. 1-ზე გამრავლება არაფერს არ გვაძლევს. ხო, შეგვეძლო ისევ 1-დან დაგვეწერა, ზუსტად იგივე ერთი იმუშავა და უბრალოდ რა, მაინც ერთი iterაცია მოვიშოროთ. აი და ეს ფაქტორიალი რო გამოვიძახოთ 5-ზე მართლა აბრუნებს 120-ს, რაც არის 1-დან 5-მდე რიცხვების ნამრავლი. და ნუ ესეთი კიდე უცნაური რაღაც არსებობს პროგრამირებაში, რომ შეგვიძლია რომ ფუნქციას რო დავწერთ, ფუნქციის შიგნით ასევე შეგვიძლია რომ თავისთავად გამოვიძახოთ. ესეთი რაღაც უცნაური თვისება აქვს. და რეკურსია ქვია ამას. ჩვენ დავალებებს მასალა პირადად ამოწმებენ თუ გაკვეთილზე მოწმდება. პირადად ამოწმებენ როგორც ვიცი. შეიძლება მე არ შევამოწმო ხოლმე, მაგრამ პირადად ამოწმებენ. მაგრამ ხო, ანუ თუ რამე კითხვები გექნება, ჯობია რომ ეხა დავსვათ, პირადად უფრო მოსახერხებელი იქნება. ხო, ანუ რეკურსია არსებობს ესეთი ცნება პროგრამირებაში, რომ შეგვიძლია ფუნქციაშივე გამოვიძახოთ ზუსტად იგივე ფუნქცია. ანუ ნახეთ, ეს ფაქტორიალ რეკურსივ ფუნქცია რო დავადეფაინეთ, შიგნით შეგვიძლია რომ ისევ იგივე ფუნქცია გამოვიძახოთ, თუმცა რაღაც სხვა არგუმენტით პირობითად რა. ამ შემთხვევაში
რიცხვის ფაქტორიალი, ანუ 10-ის ფაქტორიალი. რა არის, რომ 9-ის ფაქტორიალი გავამრავლოთ 10-ზე. ხო იგივეა. 11-ის ფაქტორიალი არის, რომ 10-ის ფაქტორიალი გავამრავლოთ 11-ზე. და ჩვენ თუ 10-ის ფაქტორიალი დათვლილი გვექნება, უბრალოდ ამ 11-ზე გავამრავლოთ და პასუხს მივიღებთ. ანუ ამ შემთხვევაში თუ დავითვლით რიცხვის ფაქტორიალს n-1-ისთვის, უბრალოდ გავამრავლებთ n-ზე და მივიღებთ პასუხს. რეთანი იმაში გვჭირდება, რომ დავაბრუნოთ საბოლოო პასუხი. რეთანს თუ არ დავწერთ, აი ნახეთ რაღაც ესეთი ფუნქცია რომ მქონდეს, რომ bla და მოდი 1 + 1 მეწეროს. და რეთანი საერთოდ არ მქონდეს. ეს bla რო გამოვიძახო და გავუტოლო რაღაცას, აუდრის bla-ს. A-ში მეწერება არაფერი, ანუ ნანი. ანუ თუ არაფერი არ მიწერია, რეთანში თუ არაფერი არ მიწერია, იგულისხმება რომ რეთან ნანი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდებოდა რომ დაგვებრუნებინა რიცხვი და არა ნანი. და ეს ფაქტორიალ რეკურსივ რო გამოვიძახოთ 5-იანზე დაითვლის n-1-ის ფაქტორიალს რეკურსიულად და მიიღებს რაღაც პასუხს 120 გაყოფილი 5-ზე იქნება და გამრავლებს 5-ზე ბოლოს. ხო, ეს რეთან 1 if n-ი ნაკლებიან ტოლია 1-ზე, იმიტომ დაგვჭირდა რომ რაღაც სხვა შემთხვევაში არ იმუშავებდა ეს რო დაგვეწერა და გამოგვეძახა 1-ზე. ეს ფუნქცია არ იმუშავებდა. და ჩაიციკლებოდა. მოდი გავაჩვენოთ. ანუ 0-ის და 1-ის ფაქტორიალი ეგრე არის განსაზღვრული, რომ არის 1. და მაგიტო გვეწერა. აი, ეს რეკურსიაზე არ მინდა ძალიან დიდ დრო დავხარჯო. მაინც უბრალოდ მინდოდა რომ გწოდნო. და ზოგადად ამ დღეს რაღაც ბევრ თემას მიმოვიხილავთ, არ შეგეშინეთ. უბრალოდ მინდა რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გქონდეთ. აი, მოდი წინა ლექციის თემაც რო განვიხილოთ, ცოტათი რო გავიხსენოთ. აი ეს print ფუნქცია განვიხილოთ ყველაზე მარტივი რაც იყო, ხო? აი print 1 დაგვიბრჭდავდა 1-იანს. print რაღაც string-ი დაგვიბრჭდავდა რაღაც string-ს, ხო? ეხლა თუ აი რომ მოვიფიქროთ, როგორ იყო იმპლემენტირებული ეს print ფუნქცია. ანუ როგორი defining-ი ქონდა. ანუ ამ შემთხვევაში თუ გახსოვთ, print-ისთვის შეგვეძლო რომ ნებისმიერი რაოდენობის არგუმენტები გადაგვეცა. ანუ რაც არ უნდა გადამეცა 1, 2, 100, ანუ რაღაც ულიმიტოდ შემეძლო რომ გადამეცა ეს არგუმენტები. თქვენი აზრით, ანუ როგორ იქნებოდა ეს გაკეთებული? ანუ define-ში რა უნდა დამეწერა? რაღაც define რაღაც myPrint რო დამეწერა, რა იქნებოდა ამ ფუნქციის არგუმენტები? input და return. როგორ? ანუ return-ით არ დავწერდი. ხო, return-ით შეიძლება დაგვეწერა, მაგრამ ნახეთ, ანუ რა სხვაობა, ანუ ამ ფუნქციას ხო რაღაც არგუმენტები გადაეცემა print-ს. ამ შემთხვევაში გადაეცემა რაღაც 1, 2, 3, 4, 5, 6 რაღაც მილიონობით არგუმენტი შეიძლება გადაეცეს. აი ამ define-ში როგორ დავწეროთ ეგ მილიონი არგუმენტი, ეგ არის კითხვა. ეს ხო ჩამოვწერთ რომ რაღაც რაღაც მიმდევრობა ხო არ უნდა იყოს. ხო, ანუ ესე ზოგადი პასუხი ალბათ არ გეცვენებათ, ეხლა ჯობია რომ განვიხილოთ. აი ელენეც იწევს ხელს. ისმენთ? ზუსტად არ ვიცი, მაგრამ იმას ხო არ გულისხმობთ, აი თალკე ბოქსი რო ქონდა მაგაში რა და myPrint ფრჩხილებში მე მაგ ბოქსის სახელს ჩავწერდით. თალკე myPrint რო ქონდა მაგის ბოქსს ჩავწერდით. აი მაგალითად ნახეთ print-ში ხო გვიწერია რა რომ ეს რაღაცები დაგვიპრინტოს. და აი print-ის ნაცვლად რომ მიგვეცა ბოქსი რა რაიმე ნებისმიერი. მაგალითად რავი x-ი ან x იყოს, ვითო x-ი არის რა ეგ ყველაფერი. ანუ რაღაც ჩაგვეწერა, ხო? ხო და ფუნქციაში მაგას ვეტყოდით რა myPrint x-ი. ხო, მაგრამ ნახეთ პრობლემა არის აი ამ print-ს ამ ფუნქციას შეიძლებოდა გადაეცეს მილიონი არგუმენტი, ან შეიძლება მილიონ ერთი არგუმენტი. ეგ რო არ ვიცით, ეგ არის პრობლემა. არა, ეხლა მანამდე რა ფუნქციების განვიხილეთ, ესეთი ფუნქცია არასდროს არ დაგვიწერია ჩვენ, რომელსაც რაღაც მილიონობით არგუმენტი შეიძლება გადაეცეს. ანუ ყველა ფუნქცია რაც დავწერეთ, აი მაგალითად ეს ფაქტორიალ ფუნქცია ისეთი იყო, რომ კონკრეტულად ერთი არგუმენტი გადაეცემოდა. ანუ ამ ფაქტორიალს თუ გადავცემდი ორ არგუმენტს, მაგალითად 1-იანს და 2-იანს, დამიერორდებოდა, იმიტომ რომ მე კაცრად მეუნება, რომ ერთი არგუმენტი უნდა გადმომეცეს. აი მაგისთვის Python-ში ეგეთი რაღაც არსებობს. pip-key args-ი. ეგეთი რაღაც უცნაურობა არსებობს. და pip-key quarks, keyword args. ეს რის შესაძლებლობას გვაძლევს. ახლა ნახეთ რაღაც myPrint ფუნქცია იყოს და გადაეცემოდეს მოდი რაღაც a და b არგუმენტი.
და დამატებით გადაეცემოდეს ეს pip-key args-ი და pip-key keyword args-ი. და მოდი ესეთ რაღაცას აკეთებდეს, რომ დაპრინტოს A, დაპრინტოს B, დაპრინტოს args-ი და დაპრინტოს quarks-ი. და მოდი ამ myprint-ს რო გამოვიძახებთ, ნახოთ რას გააკეთებს. აი, ანდრიას აქვს კითხვა. ანუ ზოგადად ის ხო შეგვიძლია კიდევ რომ შევწეროთ pip-key და range. როგორ? pip-key და range შევწეროთ და ანუ ის range გადავწყვეტ რა მაგათ მილიონს რომ მოწეხ მილიონ. კი, range რო გადავცეთ, ეგეც შეგვიძლია კი იდეაში. ეგეც შეიძლება. მაგრამ ნუ ძირითადად ეს აკეთებენ ხოლმე რა. მოდი ვნახოთ ეს pip-key args და keyword args-ი რა არის დავუპრინტოთ. აი ეს myprint-ი რო გამოვიძახო, ეხლა ნახეთ როგორ რაღაცა აი ეს ორი არგუმენტი აუცილებელია ამ ფუნქციისთვის, რომ A და B აუცილებლად უნდა გადაეცეს. მოდი დავწეროთ რომ რაღაც 1 და 2. მაგრამ ეს pip-key args-ი და pip-key quarks-ი არ არის აუცილებელი არგუმენტები. შეგვიძლია რა გამოვტოვოთ საერთოდ. მოდი ეს რო გამოვიძახოთ ეს myprint. ნახეთ, 1-იანი ჩაიწერა A-ში, 2-იანი ჩაიწერა B-ში და ეს pip-key args-ი არის რაღაც ცარიელი რაღაცა, რაც ჯერ არ გვისწავლია. და pip-key quarks-ი არის კიდე რაღაც ცარიელი რაღაცა, რომელიც ჯერ არ გვისწავლია. მაგრამ ნახეთ, აი ამ ფუნქციას თუ გადავცემთ ორ არგუმენტს, ხო, ერორდებოდა. მაგრამ ამ ფუნქციას რო გადავცეთ 2-ის გარდა კიდე სხვა არგუმენტი, მაგალითად 3-იანი. რა მოხდება, რომ აი ამ pip-key args-ში ეს მესამე არგუმენტი ჩაიწერება. კიდე რო გადავცე ეს რაღაცა 4-იანი. ისევ ამ pip-key args-ში ჩაიწერება. მაგრამ თუ გადავცემ რაღაც ესეთ სახელობით არგუმენტს, მაგალითად bla უდრის 10. მაშინ ჩაიწერება keyword args-ში. ანუ შემიძლია რომ უსასრულოდ გადავცე რაღაც 5, 6, 7, 8, 9, 10 და ასე შემდეგ უსასრულოდ და ყოველთვის ჩაიწერება args-ში. და ასევე უსასრულოდ შემიძლია რომ რაღაც სახელობითი არგუმენტები გადავცე რაღაც blue უდრის 20. და ყოველთვის ჩაიწერება keyword args-ში. ანუ print ფუნქცია სიამდვილეში ესე არის იმპლემენტირებული, რომ pip-key args-ი აქვს გადაცემული, pip-key args-ი. და დამატებით აქვს ეს separation არგუმენტი, რაც წინაზე გავიარეთ თუ გახსოვთ. ოღონდ ეს separation არგუმენტი არის keyword არგუმენტი. separation-ი და კიდე რა ქონდა print end-ი, ხო? print რაღაცა ABC separation-ი რაღაცა space-ი და end-ი /n. ესეთი რაღაცა იყო print. აი, მაგათ ეს მინდა რომ დაიმახსოვროთ, რომ ამ pip-key args-ში შეგიძლიათ რომ ულიმიტო რაოდენობის არგუმენტები გადაეცეს ფუნქციას. კარგი. აი, მოდი ვისაუბროთ კიდე mutable და immutable ტიპის ობიექტებზე. ხო არის თუ რა არის mutable ობიექტი ან immutable ტიპის ობიექტი? აი mutable ტიპის ობიექტი არის ისეთი ობიექტი, რომლის რაღაც internal state-ის შესვლა შეგვიძლია. ანუ მაგალითად, რაღაც რიცხვი რო ავიღოთ 4-იანი ჩავწეროთ, როგორღაც შეგვეძლოთ, რომ მემორიში ეს 4-იანი რო წერია, რაღაცნაირად გადავაკეთოთ და 5-იანი ჩავწეროთ. თუმცა ისევ იგივე მემორი ლოკაციაზე. სიამდვილეში Python-ში აი ეს მანამდე რა მარტივი ტაიპების გავიარეთ, ყველა ესეთი ტაიპი იყო immutable, ანუ ამათი შეცვლა ისე რომ ლოკაცია არ შეცვლილიყო მემორიში არ შეგვეძლო. ანუ მაგალითად A უდრის 4 რო დავწეროთ და A უდრის 5 რო დავწეროთ, აი ეს A უკვე სხვა რაღაც მემორი ლოკაციაზე მიუთითებს, ანუ სხვა ობიექტი არის საერთოდ. და ამაში რო დავწუნდეთ Python-ში არის ესეთი ფუნქცია id ქვია და print id A რო დავბეჭდოთ აქ და აქაც დავბეჭდოთ print id A. ეს რო გამოვიძახოთ, ნახეთ, ანუ A-ს მისამართი თავიდან იყო რაღაც 11662 და როგორც კი 5-იანი გადავაწერეთ თავზე, რაღაც საერთოდ ახალი ობიექტი შეიქმნა. ანუ A-თვის გამოიყო საერთოდ ახალი მემორი ლოკაცია და რაღაც სხვა იმაზე ჩაიწერა, რა ქვია, მემორი ბლოკში. ანუ string-იც, integer-იც, float-იც, boolean-იც, none-იც ყველა იყო immutable ტიპის ობიექტი Python-ში. მაგრამ ასევე არსებობს რაღაც mutable ტიპის ობიექტები, რომელთა შეცვლაც შეგვიძლია ისე, რომ მემორი ლოკაცია იგივე დარჩეს და მაგას ვისწავლით დღეს. აი მაგალითად, აი ესეთი ტიპის ობიექტი არის mutable ტიპის ობიექტი, მალე ვისწავლით მაგას. Immutable არ იცვლება, mutable იცვლება. მართალია სანდრო. კარგი. მოდი ასე ვილაპარაკოთ iterable-ებზე. Iterable არის ისეთი ობიექტი, რომელზე გადაყოლად შეგვიძლია. ამ შემთხვევაში
string-ი არის მაგალითად iterable ტიპის ობიექტი, იმიტომ რომ შეგვიძლია რომ რაღაც character by character გადავუყვეთ. და გადავუყვეთ ის იგულისხმება რომ რაღაც ინდექსი შეიძლება კონდეს, ან შეიძლება რომ უბრალოდ გვიბრუნებდეს ყოველ ჯერზე თითოეულ ელემენტს. ამ შემთხვევაში აი ეს რა ვიღოთ string-ი და character by character რო გადავუყვეთ, ესეთ სინტაქსით შეგვიძლია რომ for character in s, ანუ ეს in სინტაქსი გამოიყენება რომ ნებისმიერ iterable-ს გადავუყვეთ. და შეგვიძლია რომ ყოველ ჯერზე ამ ციკლში დავბეჭდავთ თითოეული character. მოდი ჯერ ეს გავჩერდეთ. ეს დავუშვით. რა მოხდება რომ ყოველ ჯერზე დაბეჭდავს ეს string-ში არსებულ character-ებს, ხო, ჯერ 100, ბოლოს s. აი, და ასევე ამ iterable-ზე შეგვიძლია რომ range-ით გადავყოლოდით, ხო, ანუ range-ი ყოველ ჯერზე დაგვიბრუნებდა index, ამ შემთხვევაში is თუ გადავყებოდით range-ით 0-დან len s-ამდე, ანუ s-ის ზომამდე, ყოველ ჯერზე დაგვიბრუნებდა index და შეგვეძლებოდა რომ s-დან მაგალითად ამოყვეღო მე-0 character-ი, ხო? რაც იქნებოდა a. და თუ ამოვიღებთ s-დან რაღაც მეორე characters, იქნებოდა c, ხო? იმიტომ რომ ინდექსაცია იწყება 0-დან. ანუ ამ შემთხვევაში რაღაც a-ის ინდექსი არის 0, b-ის ინდექსი არის 1, c-ის 2, d-ის 3, 4 და 5. ამას მიხვდით? დიახ. ანუ ორი ვარიანტია რომ iterable-ს გადავუყვეთ, ერთი არის რაღაც range-ით, მეორე არის s in სინტაქსით. აი, ზოგ iterable-ზე ერთი მუშაობს, ზოგზე მეორე მუშაობს, მაგას კიდე ვახსენებთ. აი, ამ შემთხვევაში string-ზე ორივე მუშაობს. აი, და strings კიდე აქვს ესეთი ძალიან კარგი თვისება, Python-ში გამარტივებულია ყველაფერი. ანუ როგორც თქვით, შეგვიძლია რომ კონკრეტულ ინდექსში ამოვიღოთ string-დან character-ი. ესეთი სინტაქსით რომ მაგალითად a string-ი თუ გქონდა, a-ს მე-0-ს თუ ამოვიღებთ, დაგვიბრუნებდა a-ს, ხო? მაგრამ Python-ში ძალიან გამარტივებულია ყველაფერი, სხვა ენებთან თუ გქონიათ შეხება, ეს მარტივად ვერ იზავდით. პირდაპირ შეგვიძლია რომ slice ეძახიან ამას. შეგვიძლია რომ მე-5-დან მე-10 character-ებამდე დამიბრუნე ყველა. ანუ რაღაც ახალი string-ი დამიბრუნე, რომელიც იქნება უბრალოდ substring-ი. და იქნება მე-5 ინდექსიდან მე-10 ინდექსამდე. ასევე შეგვიძლია ესეთი რაღაც დავწეროთ, რომ აი ეს end-ი საერთოდ არ მიუთითოთ. და ეს a დაწყებული 3-დან ბოლომდე, ანუ მეორე ნაწილს არ მიუთითეთ, იგულისხმება რომ ბოლომდე. მესამე character-დან ბოლომდე დამიბრუნებს. ამ შემთხვევაში რაღაც d character-დან z-მდე. აი, ნახეთ, ასევე შემიძლია რომ დასაწყისი არ მიუთითო. და დასაწყისი თუ არ მიუთითები, იგულისხმება რომ 0-დან. ანუ 0-დან 10-მდე დამიბრუნე ყველა character-ი. და აბრუნებს a-დან j-მდე. და კიდევ უფრო გამარტივებული ვერსია, თუ გვეზარება რომ გადავთვალოთ, რომ აი მაგალითად მაინტერესებს ეს y character-ი მე რამდენი ინდექსია და მეზარება რომ გადავთვალო. მაგრამ ბოლოდან მარტივია, ხო, მაგის გაგება პირდაპირ ბოლოდან მეორეა. მაგიტომ შემიძლია რომ ბოლოდან მაგალითად -1-მდე დავბეჭდო. ეგეთი სინტაქსიც არსებობს, რომ აი მარტო z-ი გამომიტოვოს. ანუ -1-ს თუ მიუთითებ აქ 0-დან -1-მდე იგულისხმება რომ 0-დან ბოლოს წინამდე და დაბეჭდავს a-დან y-ის ჩათვლით. აი თუ დავწერდი 0-დან -2-მდე რას დამიბრუნებდა? x-მდე. 0-დან x-მდე. მართალია. აი, ასევე შემიძლია რომ 2-დან -2-მდე ეგეთი რაღაცა შემიძლია. ან შემიძლია რაღაც -10-დან 2-მდე. ესეთი რაღაცა შემიძლია. ამას მიხვდით, ხო, ანუ მინუს თუ დავწერ, უბრალოდ უკნიდან გამოუყვება იმდენი ინდექსით, რაც დავწერ. ანუ ეხლა მაგედან მე-10 ადგილზე, რომელიც ან მე-2-დან მე-10-მდე იქნება? არა, ეს იქნება, ნახე, -10 უნდა გადმოვთვალო აქეთ. ეს იქნება საწყისი, ხო, ანუ ჯერ ვწერ საწყის და მე ვწერ ბოლოს. -10 გადმოვთვალე იყო q და q-დან x-მდე. აი, და ასევე კიდე ერთი რაღაც არსებობს, ანუ 2 წერტილით გამოვყოფ ყველას, ხო, ანუ ჯერ არის სტარტი, აქ არის რაღაც სტარტი, მერე არის end-ი და ასევე range-ში თუ გახსოვთ step არგუმენტი რო გქონდა. აქაც არსებობს ეგეთი step არგუმენტი ბოლოში იწერება. ანუ თუ არაფერს არ გადავცემ, ნახეთ, ანუ თუ აქ არაფერი არ გადავეცი საერთოდ. მაშინ იგულისხმება რომ თლიანი string-ი დამიბრუნე. თუ გადავცემ starts, მაშინ დამიბრუნებს რაღაც 1-დან. თუ გადავცემ end-საც, დამიბრუნებს რაღაც 2-მდე. მაგრამ თუ გადავცემ step-საც, მაშინ შემიძლია რაღაც 3 step-ით ვიმოძრავო ასევე, ანუ რაღაც 0-დან 1-დან -1-მდე 3 step-ით. რა მოხდება, რომ b-დან დაიწყებს, მერე 3 characters გამოტოვებს, გადავა i-ზე. მერე ისევ 3 characters გამოტოვებს, გადავა h-ზე. და -1-მდე გავა. ამას მიხვდით? ანუ აქ თუ გადავცემდი უბრალოდ starts და ends თუ არ გადავცემდი და გადავცემდი 3-იანს, უბრალოდ 3-ის გამოტოვებით დავიმბეჭდავდა characters.
აი ეს არის 5-დან 10-მდე 3-ის გამოტოვებით. ეს რასაც იზოთ თქვენი აზრით, ეს ბოლო არის საინტერესო მაგალითი. სტარტი და ენდი არ გადავეცი და გადავეცი -1. შემაბრუნება. უკუღ მარტო. ეს არის ანუ ძალიან მარტივი სინტაქსია Python-ში, რომ აი ამ სინტაქსით შემიძლია სტრინგი შევაბრუნო. -1 თუ დავწერე, მართლა შემიბრუნა სტრინგი. და ეს -2 თუ დავწერე, რა მოხდება, რომ უკიდან დაიწყებს და უბრალოდ ანუ 2-ით და 2-ს გადაახტება, ანუ რაღაც z-დან დაიწყებს და ყოველ მეორეს გადაახტება. ანუ ეს y გამოტოვა გადავიდა x-ზე, მე w გამოტოვა გადავიდა y-ზე. აი ეს slicing-ი მე ხშირად გამოგადგებათ ხოლმე, აი ამ ხაისაც რო ისწავლეთ იქ ძალიან ხშირად გამოგადგებათ. ოღონდ არა მარტო სტრინგებზე, მოკლედ რა მატრიცებზე და ასე შემდეგ. აი ამის გამოყენება აი კიდე ესეთი ფუნქცია არსებობს სტრინგებში. ბოდიში ვერ გავიგე? ანუ მაგის გამოყენება დავალებაში რომ მეორე მაგალითი გქონდა, მაგაში შეგვეძლო? იდეაში ნახსენები მქონდა რომ სტრინგები ჯობი არ გამოიყენოთ მეთქი მგონი. ეგრე მახსოვს. ამიტომ ხო. ეს სტრინგები არ გამოიყენოთ მეთქი ეგრე მქონდა წერილი. მაგრამ ეხლა უკვე შეგიძლიათ. დანარჩენი დავალებებში შეგიძლიათ. კარგი. ჩვენ ვიყავით აი აქ. აი ესეთი ფუნქცია არ გვხსენებია string-ებზე, split ფუნქცია არის, რომელიც მეთოდი არის string-ის და შემიძლია გამოვიძახო ესეთნაირად, რომ string-ი თუ მაქვს s წერტილი split-ი. რას აკეთებს, რომ ნებისმიერ white space-ზე დახიან, ანუ ნებისმიერ space-ის მსგავს ხარაქტერზე, ანუ ამ შემთხვევაში რაღაც slash-ი რომ ეწეროს, slash-ი თუ გახსოვთ, იყო enter-ი, ხო? ასევე არსებობს ესეთი ხარაქტერი /key, რაც არის ტაბი. და ტაბიც ხო რეალურად space-ებისგან შემდგარი ხარაქტერი არის, რამდენიმე space-ი არის, ანუ რაღაც 2 ან 4. slash-იც რეალურად რაღაც space-ის მსგავსი ხარაქტერია. ანუ ნებისმიერ white space-ზე დამიყოფს ამ ჩემ strings. და დამიბრუნებს რაღაც C-ას სიტყვებს. ამ შემთხვევაში რაღაც hello დამიბრუნა, მე დამიბრუნა რაღაც my, მე name და ასე შემდეგ. ანუ ეს white space-ები მოაშორა და დამიბრუნა რაღაც სიტყვების sequence. და აი ამ ფუნქციამ რაც დააბრუნა, მაგას ეძახიან Python-ში list-ს. ნუ სხვა ენებთან თუ შეგქონიათ შეხება, რაღაც array შეიძლება გქონიათ გაგონოთ. ანუ ეს არის Python-ის array და ქვია list. დიმიტრი შემოუშვა და აი აქ თუ დავწერდი space თქვენი აზრით რა მოხდება? ანუ split შემიძლია გადავცე ნებისმიერ რაღაც, მაგალითად შემიძლია გადავცე hello. ამ შემთხვევაში დამისპლიტა და hello-ზე. ხო? თუ გადავცემდი space მაშინ დამისპლიტა და space-ზე და ნახეთ აქ რა მოხდებოდა, ანუ ეს space-ები დარჩებოდა რა. და თუ არაფერს არ გადავცე, მე ნიშნავს რომ ნებისმიერ white space-ზე დამისპლიტოს. კარგი. აი ეს იყო split-ი, ასევე split-ს ქონი არგუმენტი max split-ი, რომელიც გიჩვენებს რომ რამდენჯერ გააკეთოს ეს split-ი. ანუ თუ არაფერს არ გადაცემ, default-ად არის -1 და ყველა split-ს აკეთებს, მაგრამ თუ გადავცემ რომ დამისპლიტე ერთხელ max split უდრის 1. მაშინ რას გააკეთებს, რომ ერთ split-ს გააკეთებს მარტო და hello იქნება ერთი ობიექტი და მეორე ელემენტი ლისტის იქნება my name is Lionel Messi მთლიანად. თუ გადავცემ 2-ს, ორჯერ დასპლიტავს და hello და my იქნება და დანარჩენი იქნება მესამე ელემენტი. კარგი. ეს დავაბრუნოთ მოდი -1-ს. ისე ვთქვით. ხო და აი ლისტებზე რო გადავიდეთ, ლისტი რაში გვჭირდება, რომ ეს რაღაც ცვლადები რომ ძალიან ხშირად არ შევინახოთ, რაღაც მაგალითად a უდრის 1, მერე b უდრის 2, c უდრის 3, ეს რო რაღაც თვალსაყრეს ცვლადად რო არ შევინახოთ, მაგისთვის არსებობს ლისტი. შეგვიძლია ლისტში შევინახოთ მრავალი ცვლადი. და მაგალითად ეს ლისტი, string-ი შეგვიძლია მაგალითად გადავკასტოთ ლისტად, ეს casting-ი თუ გახსოვთ, უბრალოდ შეხილებს გახსნით და ჩაწერდით რაღაც სხვა ობიექტს და ამ შემთხვევაში list a b c d e დაგვიბრუნებს ხარაქტერების ლისტს. და ნუ ლისტს რაღაც ბევრი სხვადასხვა მეთოდი აქვს. ხშირად გამოიყენება ხოლმე ლისტი, რაღაც ციკლებში ძალიან ხშირად გამოიყენება ხოლმე ლისტი. მაგალითად ესეთი რაღაც შეგვიძლია, რომ რაღაც სერიალი ლისტი შევქმნათ, რაღაც my list უდრის სერიალი. და რაღაც for I in range რაღაც 1-დან 100-მდე ეს ჩემი ლისტი შემიძლია გავაბევრო. ანუ ყოველ ჯერზე რაღაც my list წერტილი append მეთოდი არსებობს, რომელიც
ლისტის ბოლო ელემენტად ამატებს რაღაც ობიექტს. ამ შემთხვევაში my list-ში ჩავააფენდოთ, მოდი 10-მდე იყოს. ჩავააფენდოთ i და ვნახოთ რა იქნება my list. My list იქნება რაღაც 1-დან 10-მდე რიცხვების სიკვენსი. შეგვიძლია რომ ჩავამატოთ ესე გავდაუყოთ რომ for i in რაღაც a b c d that's my list წერტილი append i და ამ შემთხვევაში გვექნება ქარაქტერების ლისტა. ამას მივხვდით ხო? ანუ append მეთოდი გამოიყენება იმაში რომ list-ში ჩავამატოთ ელემენტი და ყოველთვის ემატება ბოლოში append-ით. კაი. ელენე შეიძლება რომ list-ში დავუშვათ float-ის კონდეს და string-იც? კი, ანუ ეგ გამორჩეული თვისება Python-ში რომ შეგვიძლია რომ კონდეს ესეთი ლისტი რომ ერთიანი კონდეს რაღაც 1.12 კონდეს ასევე nani კონდეს რაღაც სხვა ლისტი, ეგეთი რაღაცა შეგვიძლია. ანუ ამაზე გართულება არ აქვს Python-ს. ანუ საერთოდ ნებისმიერი ტიპის სხვადებისგან შეიძლება შედგებოდეს ჩვენი ლისტი. უბრალოდ ამ ლისტის -1 ელემენტი რა იქნება ახლა თქვენი აზრით? აი ამ ლისტის -1 ელემენტი. 3. ხო, ანუ სინამდვილეში აი გამოყოფილი ისინი არის ელემენტები, ხო? ანუ კლიანად აი ეს 1 2 3 არის ბოლო ელემენტი. მოდი რაღაც სხვა დავიღოთ რაღაც L-ის 1 2 3 და L-ის -1 ესე შეგვიძლია ამოვიღოთ. და ამიბრუნებს აი ამ ბოლო ელემენტს. და -1-ის -1 იქნება უკვე 3. იმიტომ რომ ესეც ლისტია, ხო? ანუ ლისტში კიდე -1 შემეძლო გამეკეთებინა. აი დაჩისაც აქვს კითხვა. მას იგი ხო არის ცვლადი. თუ და აი ამას ვერ მივხვდი, აი ის იმას ვქნით, ოქეან loops და მე თვითონ ის წერთ იქ my list-ში თუ რა ხდება ხო მივხვდი. ანუ ნახეთ, i ყოველ ჯერზე იღებს მნიშვნელობებს ამ ჩემი იტერაბლიდან. ამ შემთხვევაში abcd string-დან, ხო? ანუ ჯერ i არის რაღაც პირველი ქარაქტერი, მერე ერთი იტერაციის მერე i არის b ქარაქტერი, მერე c ქარაქტერი და მერე d ქარაქტერი. ანუ ყოველ ჯერზე გადაუყვება ამ strings. და იღებს მნიშვნელობებს a-დან d-მდე. თუ დავწერდი რაღაც a b b, ჯერ მიიღებდა a-ს, მერე b-ს, მერე b-სისო. მერე c-ს, მერე d-ს. სწორად გავეცი პასუხი თუ სხვა რამე გაინტერესებათ? არა, კი, მაგინდა. აი, ნუ ლისტის თვისება, რასაც შემჩნევთ, შეიძლება ის იყოს, რომ რა თანმიმდევრობითაც ჩავამატებ ელემენტებს, ზუსტად იმ თანმიმდევრობით დამიბრუნდება. ანუ ესეთი რაღაც რომ მქონდეს, რომ L-ი უდრის რაღაც ცარიელი ლისტი რომ მქონდეს და L-ში ჩავაფენდო 10-იანი. და მე L-ში წერტილი აფენდი გავაკეთო 1-იანზე. და დავბეჭდო ბოლოს ეს L. ყოველთვის, რადგან ჯერ 10-იანი ჩავამატე და მე ჩავამატე 1-იანი, ამ L-ში ჯერ 10-იანი იქნება შენახული და მე იქნება 1-იანი შენახული. ანუ რაღაც სორტირებული არ არის, როგორც ჩავამატებ, ზუსტად იმ თანმიმდევრობით მიბრუნდება. კაი, ასევე ის თვისება გქლის, რომ არის დაინდექსებული. ანუ შემიძლია რომ რაღაც ინდექსზე მივაკითხო კონკრეტულ ელემენტს. და კიდე რა თვისება აქვს? მეტი მგონი, კიდე ის თვისება აქვს, რომ შეგვიძლია რომ გქონდეს დუბლირებები. მაგალითად, შეგვიძლია მქონდეს ერთი და იგივე სხვადებისგან შემდგარი ლისტი. ანუ ამაზეც პრობლემა არ აქვს Python-ს. აი, და ნუ ლისტის ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს, აი ეს append-ი უკვე ვახსენეთ. extend მეთოდი გამოიყენება იმაში, რომ ერთი ლისტი მივამატოთ მეორე ლისტს. ანუ ამ შემთხვევაში თუ გვაქვს რაღაც 1 2 3 ლისტი და ეს რო გავაკეთოთ წერტილი extend-ი და გადავცეთ რაღაც მეორე ლისტი, რა a b c მივიღებთ ახალ ლისტს, მოდით თან გამოვიტანოთ რაღაც L-ი უდრის ამას დავწეროთ და L-ი გამოვიტანოთ. უიბოდე, ეს extend მეთოდი შემდგომში აბრუნებს რაღაც values. ამ შემთხვევაში მაგიტო გამოიტანა nani. მაგრამ ესეთი რაღაც რომ მქონოდა, რომ L-ი უდრის 1 2 3-ს, L წერტილი extend რაღაცა. და მე გამოვეტანა. რა მოხდებოდა, რომ ახალ ლისტს მივიღებდი, რომელიც სინამდვილეში იგივე ლისტია, რადგან mutable ტიპის ობიექტია ლისტი და მივიღებ, ანუ ახალ ელემენტს. ანუ და ჩემი ლისტი დაგრძელდა ამ ელემენტებით. ამას აკეთებს extend. და ხო, ანუ mutable არის მეთქი რომ ვახსენებ, ამის შემოწმება ესე შეგვიძლია, რომ ისევ დავბეჭდოთ ეს ID. int ID L-ი დავბეჭდოთ. სოტნეს აქვს კითხვა თან. extend-ის გასვლა depend-ი რო დაგვეწერა 4 ელემენტი ექნებოდა მერე? ანუ ეს ABC 1
ელემენტად იქნებოდა, ხო? კი, ზუსტად ეგრე იქნებოდა. ამ შემთხვევაში იქნებოდა 4 ელემენტი. ეს 1 2 3 3 ელემენტი და ბოლო ელემენტად ჩაიმატებოდა ეს ლისტი. მაგრამ თუ გვინდა რომ თითოეული ხარაქტერი, თითოეული value დავამატოთ, მაშინ უნდა გამოვიყენოთ extend. აი მოდი ეს extend დავაბრუნოთ. და აქ როგორც ხედავთ, ანუ L-ის ID რაც იყო, იგივე დარჩა. ანუ ამ extend-ით ჩემი ლისტი მემორიში არ შეიცვალა. იგივე ადგილში დარჩა. მაგას ნიშნავს mutable. აი საბასაც აქვს კითხვა. აი წინაზე რო გავაკეთეთ, რომ loop-ში რო ჩავწერეთ ეს და ანუ append-ი რო გავაკეთეთ loop-ის მეშვეობით, მაშინ extend-ი თუ გვაქვს ეგ რატო გჭირდება? ეს უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე extend-ითაც პირდაპირ შეგვეძლო. ანუ მართლა ერთ ხაზში დაიწერებოდა და follow-up-ი აღარ დაგვჭირდებოდა. Right. მართალი ხარ. თან ანუ ეს ხო extend-ი შეიძლება და უფრო სწრაფით ყოფილიყო. იმიტომ რომ append-ის გამოძახება რაღაც 10 ჯერ გვიწევდა რა პირობითად და extend-ს მხოლოდ ერთხელ გამოიძახებს. კარგი. ხო, და როგორც ვახსენე, ანუ ლისტში შეგვიძლია გქონდეს ასევე ლისტი, ხო? ანუ ამ შემთხვევაში რაღაც მატრიცა სვლადი რო ავიღოთ, დაიცა კიდე ესენი გამოვიწყდა. მოდი ეს მეთოდებიც ვახსენოთ, ასევე ლისტს აქვს insert მეთოდი, რომელიც ანუ append-ი ხო რაღაც ბოლოში ამატებდა კონკრეტულად და insert-ი ამატებს რაღაც კონკრეტულ ინდექსზე. ანუ მაგალითად ესეთი რაღაც რო გავუშვათ. L-insert. ამას გადაეცემა რამდენიმე არგუმენტი. ერთი არის რაღაც ინდექსი, მაგალითად 1 მიუთითოთ და მიუთითოთ value. ანუ ერთიან ინდექსზე ჩამიმატე 1000. და მართლა მინიმალური ინდექსი ხო იყო ერთიანი. ერთიანის მერე არის პირველი ინდექსი და პირველ ინდექსზე ჩამიმატე 1000. ამას აკეთებს insert. ასევე არსებობს remove მეთოდი, რომელიც უბრალოდ ელემენტს ამოიღებს. ანუ remove რო გამომეძახებინა და გადამეცა 2-იანს ამომიგდებდა ამ ლისტიდან. კიდე გვაქვს ესეთი pop მეთოდი, რომელიც უბრალოდ აი როგორც append-ი იყო და ესა ბოლო ელემენტად ამატებდა, pop იმას აკეთებს, რომ ბოლო ელემენტს ამოაგდებს. pop-ი რო გავუშვათ, ბოლო ელემენტს ამოიღებს ლისტიდან. მაგრამ თან ამ pop-ს შემიძლია რომ გადავცე ინდექსიც. ან თუ გადავცე რაღაც ერთიანს, ამომიგდებს პირველ ინდექსზე მდგარ რიცხვს. ამ შემთხვევაში ეს 2-იანი ამომიგდებს დამრჩა 1-იანი 3. აი კიდე გვაქვს ესეთი clear მეთოდი, რომელიც ანუ მართლა რასაც როგორც ქვია ზუსტად იმას აკეთებს. ანუ clear რო გამოვიძახავთ, გამიცარიელებს ჩემ ლისტს. ასევე გვაქვს index მეთოდი, უბრალოდ index მეუნება რაღაც values-ი, count მეთოდიც მაქვს, რომელთაც შემიძლია რომ დავითვალო, რამდენჯერ მხდება ეს ელემენტი. ანუ მაგალითად აქ რო ერთიანის მქონდეს მაგალითად და გამოვიძახო L-count-ი და გადავცე ერთიანი. გამიბრუნებს უნდა წამოჩალა L-count-ი დამიბრუნებს 2-ს, ხო? იმიტომ რომ ერთიანი შემხდა 2 ჯერ. აი და სწრაფად თუ წავალ მითხარით რომ გავჩერდ. count-ის ვთქვით, sort მეთოდიც არსებობს ასევე, ანუ თუ რაღაც დაულაგებელი ლისტი მაქვს, sort რო გამოვიძახო, დამილაგებს ამ ჩემ ლისტს და ბოლოს გამოვიტანო ეს ელი. ნახეთ, ანუ 1 2 3 1 რომ ეწერა, გამიხდა 1 1 2 3. და ჩისაქვს კითხვა. Sort-ი string-ზე მუშაობს? Sort-ი string-ზე მუშაობს, ოღონდ რაღაც სხვანაირად ექცევა მაგ შემთხვევაში. მოდი გავაკეთოთ ეს. D B C. მოდი ასე ვქონდეს და L-sort-ი გამოვიძახოთ. და L-ი გამოვიდროს. ნახეთ, დასორტა unban-ის მიხედვით რა. ამ შემთხვევაში, რადგან unban-ში პირველი არის B და მერე არის C, მაგიტომ მუშაობს. რაღაც 2 ელემენტიანი რო გქონოდა მაგალითად აქ რო გქონდა C და A. მაგ შემთხვევაში მაინც ჯერ B იქნებოდა, მერე C A, ანუ ჯერ ყოველთვის უყურებს პირველ ხარაქტერს. თუ 2 ელემენტიანები მექნებოდა, მაგალითად აქ რომ გქონოდა C bits რომ გქონოდა. ჯერ იქნებოდა C A, იმიტომ რომ A წინ არის B-ზე, ხო? ანუ უბრალოდ character by character უყურებს. count რომ კიდევ ერთხელ ახსნა თუ შეიძლება. Okay. ანუ count იმას აკეთებს, რომ ეს ელემენტი, რაღაც კონკრეტული ელემენტი რამდენჯერ შემხდა. ამ შემთხვევაში თუ მაქვს რაღაც ლისტი 1 1 1 1 L-count-ი გამოძახებული ერთიანზე დამიბრუნებს 5-ს, იმიტომ რომ 5 ცალი ერთიანი მაქვს. თუ გამოვიძახე count-ს 0-იანზე, რადგან 0-იანი საერთოდ არ მაქვს, დამიბრუნებს 0-ს, ხო? თუ გამოვიძახებ ასე რაღაც 100-ზე, დამიბრუნებს 0-ს, იმიტომ რომ 100 არ მხდება ამ ლისტში. აი ეს შეიძლება
რამდენიმე მნიშვნელობა ჩავწეროთ, ან მაგალითად ორიანების რო დაგვითხოვოს და თან ერთიანებით. ეგეთი რაღაც არ არსებობს. მაგრამ კიდე ვისწავლეთ რაღაც მსგავს ბიბლიოთეკებს, რომელსაც ეგეთი ფუნქციონალიც აქვს. ამ კონკრეტულად ლისტის method counts არ შეუძლია. მაშინ რაღაც for loop-ში უნდა გადავყოლოდეთ და თითოეული value-ისთვის დაგვითხოვო. ერთი ფუნქციით არ გამოდის. აი და ხო, კიდე ესეც მინდა ვახსენო. sort შემიძლია გადავცე სხვა არგუმენტის ნახეთ, აი l.sort-ი, ანუ ჯერ გამოვიტანოთ l რა არის. მოდი ახალი ეს შევქმნათ, l უდრის რაღაცა 20, 10, 20. მოდი ესეთი ლისტი მქონდეს და მოდი ჯერ l უბრალოდ გავსორტოთ და გამოვიტანოთ. დამიბრუნებთ ჩვეულებრივად, ხო, მაგრამ l sort შემიძლია გადავცე რაღაც ფუნქციაც. ანუ რა ფუნქციით გამისორტოს. ამ შემთხვევაში შემიძლია რაღაც lambda ფუნქცია გადავცე, წინაზე გავიარეთ. lambda ფუნქცია გადავცე ესეთი, რომ x-ი გადმოგეცემა და დამიბრუნე x-ის ნაშთი 10-ზე. და ეს ჩემი l-ი რო გავსორტო ამ ფუნქციით, რა მოხდება თქვენი აზრით? ათის ნაშთები დაისორტება. ანუ ნაშთებს დაითვლის, ანუ 20-ის ნაშთს დაითვლის 10-ზე, მიიღებს 0-ს. 10-ის ნაშთს დაითვლის, მიიღებს 0-ს, 4-ის ნაშთს დაითვლის, მიიღებს 4-ს. და რადგან ესენი უფრო წინ არის, ანუ ნაშთით 20-ის ნაშთი 10-ზე უფრო ცოტაა, ვიდრე 4-ის ნაშთი 10-ზე. შესაბამისად 10 იქნება უფრო წინ. ეში? თავიდან გავუშვათ. ეს უნდა გადაგვეცა. t არგუმენტი უნდა გადავცეთ. ნახეთ, ანუ ჯერ 20 იქნება წინ, ხო, იმიტომ რომ ნაშთი ყველაზე ცოტა აქვს. მე იქნება 10. შემიძლია რომ ეს 20 და 20 და 10 ხო ერთი და იგივე ნაშთი ქონდათ, 0 ქონდათ ორივეს. შემიძლია რომ ესეთი რაღაც გადავცე, რომ ძიმე x-ი. ამ შემთხვევაში რა მოხდება, რომ ჯერ 10 იქნება, ანუ ჯერ დათვლის ნაშთებს და მერე დათვლის თვითონ x. ანუ ჯერ დამისორტავს ნაშთებით, მერე დამისორტავს თვითონ x-ის მნიშვნელობით. ამას მივხვდით თუ ძალიან გავგებრათ ახსენე. ან შეგვიძლია რომ ლისტს უბრალოდ ფუნქციას გადავცეთ და იმის მიხედვით დასორტავს. თუ არაფერს არ გადავცემთ, რაღაც default sorts გამოიყენებს, რაც რიცხვების შემთხვევაში არის უბრალოდ დადობით დასორტო. string-ების შემთხვევაში ქარაქტერებით დასორტო. კარგი, მაგალითად დროც გვაქვს ხო იმედია. კაი. ხო, ნუ როგორც ვთქვი, რომ ლისტების ლისტი შემიძლია შევქმნა, ამ შემთხვევაში რაც მატრიცას სვადი შემოვიღო, რომელიც არის ლისტების ლისტი. ხო? და აი მატრიცის მენული ელემენტის მინუს მე-1 ელემენტი რო ამოვიღო, რა იქნება? იქნება აი ამ მენული ელემენტის 1-3-ის მინუს მე-1 ელემენტი, ანუ 3-იანი, ხო? და თუ ამოვიღებ მინუს მე-1 ელემენტის მინუს მე-1 ელემენტს, ეს იქნება მინუს მე-1 ელემენტი და ამ ელემენტის მინუს მე-1 ელემენტი იქნება 9 მართალი. აი და ნუ ეს როგორც ვახსენეთ, ლისტში შემიძლია მქონდეს ნებისმიერ ტიპის ცვლადები, შემიძლია მქონდეს ნანის. ესეც თქვით. ხო. ხო, კიდე ესეც საინტერესო მაგალითი არის, რომ ლისტში შემიძლია ამოვცვალო რაღაც ელემენტების სიმრავლე. ანუ მაგალითად ესეთი ლისტი თუ მაქვს რაღაც hello world-ი მაქვს, მე მაქვს 2, 3, 5, 6, 7. შემიძლია რომ ამ მენოლეს პირდაპირ გადავაწერო ერთიანი. ეგეთი რაღაც შემიძლია რომ ლისტში რაღაც ელემენტი შევცვალო, ხო? მოდი ეს რო დავუბეჭდოთ თან. print a რო გავაკეთოთ. რა მოხდება, რომ უკვე გამიხდება 1 2 3 5 6 7, ხო? ანუ ეს hello world-ი მთლიანად ამოვცვალე. მაგრამ ამას გარდა ესეთი უცნაური რაღაცა შემიძლია რომ ქარაქტერების რაღაც რაოდენობა მთლიანად ამოვცვალო. ამ შემთხვევაში რაღაც მესამე ელემენტიდან, ანუ 0 1 2 3-დან. აი ეს ელემენტები მთლიანად შევცვალო ახალი value-ით. ამ შემთხვევაში რაღაც 4-იანით. და ესეც რო გამოვიტანო, უკვე 5 6 7 ჩამინაცვლება 4-იანით მარტო. ამას მივხვდით, ანუ რაღაც slice-ი ჩავანაცვლე რაღაც სხვა slice-ით. ანუ ეს Python-ის რაღაც საოცარი თვისება. აქ თუ დავწერდი რაღაც მეორე ლისტს თუ მოვდევდი, მაშინ რა მოხდებოდა? რაღაც მთლიანად ლისტად ჩაიწერებოდა 4-იანი, ხო? კაი. ხო, ეს in range ვახსენეთ, ანუ range-ი შემიძლია გადავუყვე ლისტს, ასევე შემიძლია გადავუყვე for x in y, ხო? ანუ for x in რაღაცა 1 2 3 ესეთი რაღაცა შემიძლია, როგორც string-ზე შემეძლო, ასევე შემიძლია ლისტზეც. მაგრამ ასევე ესეთი თვისება აქვს, რომ
ესეთი ფუნქცია არსებობს, enumerate ქვია, enumerate. ჩემი ლისტი რო გადავწვე, ეს enumerate აბრუნებს ორ რაღაცას. ერთი არის ინდექსი და მეორე არის value. ანუ აქ დამჭირდება ესეთი რაღაც გავაკეთო, რომ x და y. და დავბეჭდო x და y. enumerate ანუ პირველი რაც საბრუნებს არის ინდექსი, ანუ მენოლე ინდექსზე დგას ერთიანი მეუნება. მეერთე ინდექსზე დგას ორიანი. მეორე ინდექსზე დგას სამიანი და ასე შემდეგ. შემეძლო რომ რაღაც ქარაქტერებს რო გადავუყვებოდი მაგალითად d c დაებრუნებდა ინდექსებს და value-ებს. ამას მივხვდით? ანუ პირდაპირ შემიძლია რომ ინდექსები ამოვიღო enumerate-ით. აი. აი მოდი ეს მაგალითიც განვიხილოთ და მე მგონი შევიცვენოთ, არ ვიცი რამდენად მოვასწროთ. აი ეს რას დავეჭდავ თქვენი აზრით? რაღაც ის არის მინიშნებარი რომ ლისტი არის mutable ტიპის ობიექტი და პირდაპირ მემორიში შეგვიძლია ცვლილებები შეტანა. აქ b-ს რო დავბეჭდავ, რა იქნება b-ში ჩაწერილი? მას 100 2 და 3? 100 2 და 3. კარგი. ხო? ასიქ ანული რო წერია რას ნიშნავს ვერ გავიგე. ხო, ეს სინტაქსი იმას ნიშნავს, რომ 100 მენოლე ინდექსზე ჩამიწერე 100-იანი. ანუ 100-დან აიღე მაგის მენოლე ინდექსი 1 2 და 3. ხო, ანუ ან 1 2 3 ეწერება, ან 100 2 1, ხო, სხვა ვარიანტი დიდად არ არის. მაგრამ რადგან mutable ტიპის ობიექტია და ეს გავუტოლე ერთმანეთს, სიამდვილეში memory ბლოკებში ეს და იგივე რაღაცას უყურებს და თუ 100 შევცვლი მე 100 მენოლე ელემენტს თუ შევცვლი, d-ს მენოლე ელემენტით შეიცვლება. ეგეთი უცნაური თვისება. ანუ რადგან მე a შევცვალე, b-ს ავტომატურად შემეცვალა. იმიტომ რომ mutable ტიპის ობიექტი იყო list. მას ანუ 100 და b-ს ერთნაირად აღიქვავს? კი, ზუსტად ერთი და იგივე ობიექტი არის მემორიში a და b ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ რადგან d-ს გავუტოლე a. და unmutable რო იყოს მაგ შემთხვევაში როგორ იქნება? არ გადაეცემა? ეხლა მეორე შემთხვევა, როცა immutable არის, ხო? a უდრის 10, რაღაც b უდრის 100 და მერე ისევ რაღაც a უდრის 20, ხო? და print b რო დავწეროთ. ამ შემთხვევაში მაინც ისა 10 რჩება. იმიტომ რომ immutable ტიპის ობიექტია integer. ამას მივხვდით? ან რაღაც სხვა ობიექტი შეიქმნა მიუხედავად იმისა, რომ გავუტოლე. ხო, ეს ანუ არ მინდა რომ დაიბნეთ ამაზე. უბრალოდ მინდა რომ მაინც მეხსენებინა რომ ანუ mutable ტიპის ობიექტებზე მე რო გადახოთ აი pandas-ის data frame-ებიც mutable ტიპის ობიექტებია და ანუ ეგ სინამდვილეში კარგი თვისებაა. რომ ანუ იგივე მემორის ვემუშავები. ყოველ ჯერზე რომ რაღაც კოპიას ვაკეთებდე, შეიძლება რომ რაღაც ძალიან დიდი მემორის გამოყოფა მიწევდეს. მაგიტომ ეს immutable ტიპის ობიექტი mutable ტიპის ობიექტები მაგ შემთხვევაში ძალიან კაი რაღაცაა. და ბეს როგორ უნდა გადმოვაკოპიროთ ბესში აი სხვადასხვა storage-ში რო იყოს, რომ არ ქონდეს გავლენა ერთმანეთზე. ხო, აი მაგ შემთხვევაში აი ლისტის ერთ-ერთი მეთოდი იყო, აღარ ვახსენე უბრალოდ. შემიძლია რომ ეს წერტილი copy მეთოდი გამოვიყენო. რაღაც ელი თუ მექნება 1 2 3 და მოდი b-ს შევქმნი ისე როგორც b იყოს l წერტილი copy. ამ შემთხვევაში ეს b უკვე სხვა რაღაცა იქნება რა, ანუ სხვა ობიექტი იქნება. და ეს მოდი id-ს რო დავბეჭდოთ, print id l დავბეჭდოთ და print id b დავწეროთ. ამ შემთხვევაში რაღაც b-ს id და l-ის id სხვადასხვა, ანუ სხვა ობიექტი შეიქმნა. უბრალოდ ანუ იგივე რიცხვები წერია, მაგრამ ანუ სხვა ობიექტია. ამას ვიხსენ, ანუ კოპიაა რა, ზუსტად კოპია გააკეთა. აი. ძალიან გაუგებარია თუ არა? რამდენად? არა, კი, მივხვდი. აი, ნათიას აქვს კითხვა. ანუ mutable ტიპის არის თუ ლისტი, ხო? მოსავიდა. და შევუცვალოთ, ანუ immutable რო გავხადოთ ჩვენ თვითონ manually. ხო, ეგეთი რაღაცა ესე პირდაპირ არ შეგვიძლია, შეგვიძლია რომ რაღაც ჩვენი ლისტი დავწეროთ რაღაც და აი ის ლისტი იყოს immutable. მაგრამ ეგ ჯერ არ გვისწავლია. უბრალოდ ალბათ არც დაგჭირდებათ არასდროს რომ ლისტი რატომღაც ის გახადოთ immutable. ნიკოლოსაც აქვს კითხვა. ანუ კარგად ვერ გავიგე, ჩვეულებრივ ინტიჯერი რო არის, მაშინ რატო არ იცვლება და როცა ლისტი არის, მაშინ რატო იცვლება? ანუ
ეს immutable-ის გამო? კი, ზუსტად მაგის გამო. უბრალოდ თვისება არის, რომ ინტეჯერები, ფლოუტები, სტრინგები, ნანი Python-ში არის immutable ტიპის და მაგიტო არ იცვლება. და list-ი რადგან mutable არის და შეგვიძლია შეცვლა, მაგიტო იცვლება. უბრალოდ Python-ში არის ეს საკითხი. კარგი, რომელი საათია? აი, რადგან 1 საათი გავიდა, მოდი ჯობია შევისვენოთ, არ მინდა რომ ძალიან გადაიტვირთოთ და 5 წუთში გავაგრძელოთ ისო. მანამდე ვინმეს რამე კითხვები თუ აქვს, გაგცემთ, მაგრამ დანარჩენებს შეგიძლიათ რომ შეისვენოთ. კაი. ელენე? ერთი პატარა რაღაც ვერ გავიგე. რადგან დავაკოპირეთ იმ პირველ ლისტში რომ რაღაცა შევცვალოთ, მეორეში აღარ შეიძლება? კი, მეორეში აღარ შეიძლება. ოკეი. მადლობა. არ მინდა კიდევ უფრო მეტად დაგავნიოთ, მაგრამ აი წარმოიდგინეთ ლისტების ლისტი რო გქონოდათ და კოპი რო გაგეკეთებინათ მაგაზე, მაგ შემთხვევაში ანუ მარტო გარეთა ლისტი დაკოპირდებოდა და შიდა ლისტი ისევ რო შეგეცვალათ, იმ მეორე ლისტში მაინც შეიცვლებოდა. ანუ ხანდახან გჭირდებათ რომ რაღაც deep copy არსებობს ეგეთი რაღაცა. ანუ copy-ის გარდა კიდე არსებობს deep copy. თუმცა ეს რაღაც იმპორტი ჭირდება Python-ში პირდაპირ არ არის რა, ანუ import copy, ესეთი რაღაც არსებობს და copy-deep copy. ეგეთი რაღაც უნდა გამოიყენოთ თუ გინდათ რომ რაღაც შიდა ლისტებიც გადაკოპირდეს. copy, deep copy. ეს მე ნახეთ ვისაც დაგაინტერესებთ. ხო, ეს ისოდით ისე კოლაპსში რომ AI-ის ჩაშენებული იყო პირდაპირ აქ შეგიძლიათ დავალება დაგეწერინოთ. ანუ პირდაპირ დააწერინებთ რომ ის პალინდრომ დამიწერა, მიწერდი და დაგიწეროთ. მაგრამ თქონა არის რომ არ გამოიყენოთ. ისე უბრალოდ კითხოს დავუსვათ, კაი. Gemini-ის ხარდაჭერა აქვს ამას? კი. და შეგვიძლია თვითონ Claude-ის მოდელი ჩავაშენოთ და მაგის ხარდაჭერა კონდეს თუ? ჩვენი მოდელი რო ჩავაშენოთ? ანუ ზოგადად Claude ხო ჯობია Gemini-ის თვითონ coding-ში და მაგის მოდელი რო ჩავაშენოთ და ეგ რო თქვა თუ გამოსადეგი არის რომ გამოვიყენოთ. ეგ არ ვიცი. ალბათ რადგან ეს Google-ის პროდუქტია, ეს Google Colab-ი ალბათ არ შეიძლება, მარტო Gemini აქვს. მაგრამ ესე Gemini ძალიან გაძლიერდა coding-შიც. ან ჯობია რომ ეს უბრალოდ კითხვები თუ ექნებათ იმაში გამოიყენოთ და ანუ კოდი არ დააწერინოთ უბრალოდ რა. ანუ დააწერინეთ, მაგრამ მე ეცაით რომ გაიაზროთ. აი პირდაპირ დამიწერა რაღაც ფუნქცია. აი იქ სამი მნიშვნელობა ჩავწერეთ A უდრის 100 და B რო იყო B უდრის 100 და შემდეგ 100 მეორე მნიშვნელობა უდრის 20. მან რო 20 და 10 ჩავანაცვლოთ B-ში დაპრინტავს ისევ იმას 20, ანუ 20 მაგივრად? პირველი მნიშვნელობა რაც აქვს 100 აი მან რო 20 ეწეროს, 20 დაპრინტავს? კი. გასაგებია, მადლობა. ხო, კიდე ბევრმა მკითხა რომ ესო
რატო ვიყენებთ კოლაპსო და რატო არ ვიყენებთ რაღაც PyCharm-ს ან VS Code-ს და უბრალოდ რაღაც კარგი გარემოა მოწყობილი ყველა Python-ის ბიბლიოთეკისთვის, განსაკუთრებით AI ბიბლიოთეკებისთვის და თან დამატებით ის თვისება აქვს, რომ შეგვიძლია რომ GPU გამოვიყენოთ უფასოდ. ვინც არ იცით GPU რა არის, იმას კენით მოძებნეთ აუცილებლად და ეს GPU უფასო GPU რო აქვს კოლაპს, ეგ ძალიან დიდი ფუფუნება არის. შეგიძლიათ რაღაც ML მოდელები პირდაპირ გამოიყენოთ. ანუ CPU რო აყენია, ეხლა GPU-ზე რო დავაყენოთ, ეგ ჯობია თუ? ნუ გააჩნია tasks. ამ შემთხვევაში ჩვენ რაც ვაკეთებთ, ამიტომ არ გვჭირდება საერთოდ GPU, მაგრამ მე რასაც გააკეთებთ, იქ აუცილებლად დაგჭირდებათ. პარალელური კომპიუტინგისთვის არის კაი GPU. მას თქვენი ChatGPT რო დაწეროთ, მაგისთვის დაგჭირდებოდა GPU. GPU ბერას სწრაფი. დავალება უცრებელია რომ კოლაბით ავწვერთავთ? სასურველია მგონი. აი, გავითვალისწინე. აი, მოდი ბანემ გავაგზავნოთ, იმიტომ რომ მინდა რომ მოვასწრო ყველა თემა. აი, Python-ში minimum GPU რა არის, რაც გვინდა. რაც მეტი უკეთესი, მაგრამ ეხლა საერთოდ არ გჭირდებათ, ანუ არ დაივნეთ. მერე თუ დაგჭირდათ, ამ კოლაპსში პირდაპირ შეგიძლიათ გამოყენება რა, უფასო იქნება. აი ამ კოლაპს ეხლა აქვს იდეაში მინიმალური GPU, რომელიც ანუ კარგი GPU-ა, რაღაც სასწაული არ არის, მაგრამ მინიმალური GPU, მაგრამ უფასო. აი, ნუ ლისტების შექმნა ერთი ვარიანტი იყო, რომ რაღაც for loop-ი გავუკეთებინა და ყოველ ჯერზე რაღაც append-ი გავუკეთებინა, რაღაც extend-ი გავუკეთებინა, ხო? მაგრამ Python-ში რაღაც ყველაფერადან გამარტივებულია, ესეთი სინტაქსი არსებობს, list comprehension-ი ქვია. და ამ list comprehension სინტაქსით შეგვიძლია რომ პირდაპირ შევქმნათ ლისტები. ამ შემთხვევაში ნახეთ ესეთი სინტაქსია, რომ ფრჩხილები უნდა გავხსნა, ეს ლისტის ფრჩხილები. ლისტის ფრჩხილები არის ეს. ლისტის ფრჩხილები გავხსნა და ესეთი for loop-ი რო დავწერე, რომ დამიბრუნე i for in range 10. ესეთი სინტაქსია, რომ დამიბრუნე 0-დან 10-მდე რიცხვები. ეს ძალიან მარტივად შემიძლია რომ ესე შევქმნა ლისტი. eli უდრის ამას და type-ი რო გამოვიტანო, ეს მართლა არის ლისტი. აი, ასევე შემიძლია რომ ის კვადრატები შევინახო ლისტში, ანუ i კვადრატი დამიბრუნე for in range 10. მართლა რაღაც 0-დან 10-მდე რიცხვების კვადრატები. შემიძლია რომ კიდევ უფრო გავართულო და დამიბრუნე რიცხვების კვადრატები for in range 0-დან 20-მდე 3-ის გამოტოვებით თუ ის ნაშთი 2-ზე არის 1. ეგეთი რაღაცა შემიძლია. ანუ ამას სადამდე გაართულებ თქვენზე არის, მაგრამ ეს list comprehension-ები ძირითადად გამოიყენება რაღაც მარტივი ლისტების შესაქმნელად. ანუ ამ აქ ესეთ ლოგიკებს ვერ დავწერე, რომ რაღაცა if a მეტია 10-ზე, რაღაცა continue და ეგეთ რაღაცებს ვერ დავწერე რა. ანუ თუ რაღაც დიდი კოდის დაწერა მჭირდება, მაგ შემთხვევაში ჯობია რომ ეს list comprehension-ები არ გამოვიყენოთ. მაგრამ რაღაც მარტივი ლისტის შექმნა თუ მჭირდება, მაგ შემთხვევაში იდეალურია. ანუ აქ რაღაც elif და რაღაცებს ვერ დავწერდი, რა break და statement-ებს ვერ დავწერდი საერთოდ. უბრალოდ მარტივი იმისთვის არის რა. მარტივი ლისტების შესაქმნელად. და ბევრად უფრო სწრაფი არის ვიდრე ყოველ ჯერზე append-ის ან extend-ის გამოძახება. დავალება გვექნება შემდეგისთვის. კი. აი, და აი ნახეთ წინაზე რომ მატრიცა შევქმნით თუ გახსოვთ, matrix რო იყო. სადაც გვეწერა ლისტების ლისტი. 1 2 3 4 5 6. ეს შემეძლო რომ გამეკეთებინა list comprehension-ი, თუმცა რაღაც ორმაგი list comprehension-ი დამჭირდებოდა, ხო? ანუ უნდა გამეკეთებინა 3-ჯერ for in range 3, იმიტომ რომ რაღაც 3 ლისტი უნდა მიმეღო და თითოეული ლისტი უნდა ყოფილიყო ესეთი რაღაცა, რომ ჯერ უნდა ყოფილიყო 1 2 3, მერე 4 5 6 7 8 9. მაგისთვის ესეთი რაღაც დავწერე, რომ i + g გამრავლებული 3-ზე. აი ეს ფორმულა გვაძლევს ყოველ ჯერზე ჯერ 1 2 3-ს მომცემდა, იმიტომ რომ მაგალითად თუ g იქნებოდა 0 და i-ს თავიდან იქნებოდა 1,
1 პლუს 0, ხო? მოვცემდა 1-ს. მერე რადგან i არის 2 და g არის ისევ 0, მექნებოდა 2, ხო? 2 პლუს 0. მერე 3 პლუს 0. მერე g როგორც გახდებოდა 1, i იქნებოდა 1, 1 პლუს 3-ჯერ 1, ანუ 4. და მოვცემდა მართლა ესეთ მატრიცას. ამ სინტაქსით შევქმენი ზუსტად იგივე მატრიცა, რაც წინაზე დავადეფაინე. კაი, მოდი ეს ამოცანა გავაკეთოთ ერთად. აი ესეთი ლისტების ლისტის შექმნა თუ მინდა როგორ გავაკეთებთ. მოდი ჯერ ისე გავაკეთოთ ჩვეულებრივი for ციკლებით და მერე გავაკეთოთ list combination-თაც იგივე. აი, ვინმე სხვა გაქვს რამედია. ანუ ჩათვალეთ რომ მოდი ჯერ 10-ისთვის გავაკეთოთ რა, for i in range 10 დაგჭირდება, ხო ალბათ. ანუ ეს არის გამრავლების ტაბულასავით არის ხო რაღაც თუ არა? კვადრატი. კვადრატები არის ხო? 1-დან 10-მდე რიცხვების კვადრატი, მერე 2-ის არა, უბრალოდ კვადრატები. ხო, ჯერ 0-დან 11-მდე, 10-დან 20-მდე 1-დან 10-მდეა კვადრატები რა. ოკეი. ხო, გაქვს თუნდაც რამე იდეა. მას print ანუ i კვადრატში? აქ პირდაპირ print i კვადრატი. შეიძლება არ ვიცი. აი მოდი გავუშვათ ეს რასიდოს. ეს უბრალოდ ამას დაბეჭდავს. ან ჩვენ ლისტის მიღება გვინდა რა, ლისტის. მე. ჯერ ლისტი შევქნათ და მე კიდევ ერთი for loop-ი. მატრიცაში როგორ ვშვით ესე? რაღაც ლისტი შევქნათ. აქაც კიდე რაღაც ლისტი შევქნათ მეორე ჯერ? არა, ახლა კიდევ ერთი for loop-ი გავაკეთოთ, რომ ლისტში ლისტები შევქნათ. აი აი სადაც AI რაღაცას მეუბნება რომ append ijr-ო დავუჯეროთ? არა. რადგან რაღაც ორმაგი ლისტის მიღება გვინდა, აქ ჯერჯერობით ერთი ლისტი გვაქვს ხო დადეფაინებული. ალბათ მე რაღაც მეორე ლისტის მეორე კი არა და ძალიან ბევრი ლისტი დაგჭირდება კიდე ხო? რომ აი ეს შიდა ლისტებით შევქმნათ. მაგისთვის აქ ავიღოთ რაღაც current-ი და ვთქვათ, current-ი უდრის ცარიელი. და ეს current-ი ყოველ ჯერზე გავაბევროთ ამ რიცხვებით. ანუ ამ current-ში ჩავწეროთ, მოდი ახლა ჯერ ეს რიცხვები. აი ამ რიცხვებს როგორ ჩავწერ current-ში? აი ეს დავწეროთ რაღაცა. ოღონდ ხარისხად არა, იქ ხარისხად შე. იქ ხარისხად ში? იგივე ვცადოთ. აი და ეს ყოველჯერ დავაფინდოთ ხო current და l წერტილი append current ხო? და მოდი ბოლოს გამოვიტანოთ l რა იქნება. საუბრობთ არასწორი გვიქნება ახლა. მაგრამ მოდი ვნახოთ რა წერეთ. აი ნათიას აქვს კითხვა. სიდია მაქვს. ჟე ხო არის უკვე შიგნით ამ ლისტებისთვის განკუთვნილი ცალკე ციკლი და in range 10 არ გამოგვადგება, იმიტომ რომ ჯერ 0-დან ეწყება და 10-მდე არის, მერე 1-დან 11-მდე და ეგ არ იმუშავებს, ამიტომ ცალკე კიდე ორი ინტეჯერი უნდა ვიღოთ, რომ აქედან აქამდე იქნება და ეგ ინტეჯერებიც უნდა ვცხოვოთ ნელ-ნელა. თითოეულს ერთმა დაემატოს რაღაცა i ციკლის ერთ შესრულების მერე რა. კარგი. იმუშავებს ნახდათ, ზუსტად იცი? სადაც გინდა? მოდი შემოვიღოთ. ეგრე ვფიქრობ. n უდრის რაღაც რა შემოვიღოთ 1? თუ რა არა, ჯერ 0. აი n იყოს 0. და მარჯვენა მარცხნივ ანუ და მაშინ დასასრული რამე ისეთი რომ მაგალითად ტოლი იყოს 10-ის ჯერ. და ჟე უნდა იყოს ამ 0-დან e+1-მდე. და მე გინდა რომ ეს n და იცვალო ხო ყოველ ჯერზე? ხო.
ხო, ეგ სამწუხაროდ არ იმუშავებს, იმიტომ რომ ანუ range რა მნიშვნელობას იღებს ყოველთვის იმას, ანუ აბრუნებს რა, ანუ რო შეცვალო ეს n და i range-ის დაბრუნებული value-ები მაინც იგივე იქნება. უბრალოდ ეგრე მუშაობს range. მაგიტომ ეგ არ იმუშავებს. ანუ აქ რაღაცნაირად აქ უნდა ავიღოთ რაღაც ფორმულა უნდა მოვიფიქროთ ისეთი. მაგალითად 1-დან რო დავიწყოთ ამ შემთხვევაში, თუმცა ეს ხარისხი მგონი რა გჭირდება. აპროცესი. ანუ ჯერ გვინდა 0-დან 10-მდე რიცხვების კვადრატები, ხო? ანუ აქ გვინდა g კვადრატი, არა? აღონც აქ უნდა დაგვეწერა 11-მდე. ანუ აქ ახლა მივიღეთ 1-დან 10-მდე რიცხვების კვადრატები, რაც მართლა ეს იყო რა. რაღაც. აღონც 1-დან 0-დან. აი, ეს 1 სწორად გავაკეთეთ, ხო? ანუ 0-დან 10-მდე რიცხვების კვადრატები გავაკეთეთ. ეხლა რაღაცნაირად ისე უნდა შევცვალოთ, რომ აი ეს მეორე ლისტი მივიღოთ ისევ 1-დან 11-მდე უკვე. აქ რაღაცნაირად i-ს უნდა დავუმატოთ. აბა ვინმე სხვა რა ქრა მიდია. i-დან i პლუს 1-მდე რო გავაკეთოთ. აი, ვიღაცა მოგწერა კოდი, მოდი ვიქცევთ. იმუშავებს. რომთ ალბათ ელი, ხო? აი, ვიღაცა უკვე დაწერა. მადლობა, ანდრია. ხო, ანუ რაღაცნაირად გვინდოდა, რომ აქ i-ს შემოგვეღო, იმიტომ რომ ყოველთვის ერთი და იგივეს იღებდა, ანუ სულ 0-დან 10-მდე რიცხვების კვადრატები იყო და გვინდოდა, რომ მერე 0-ის მერე 1-დან 11-მდე რიცხვების ყოფილიყო. მერე რაღაც 2-დან 12-მდე რიცხვების კვადრატები იყო, მაგიტომ შემოვიღეთ ეს i პლუს g კვადრატი. ამ შემთხვევაში უკვე სწორად იმუშავებს. აი, ამას მიხვდით? თუ არა. ანდრია მიხვდა, იმიტომ რომ თვითონ დაწერა. მას აი ყური რა შევა კარგად მოგასწავლა. ხო. current-ი, ანუ ყოველ ჯერზე 0-დან 10-მდე შევქმნით ახალ ლისტს, რომელსაც ვარქმევ currents. და ეს current-ი ყოველ ჯერზე გვინდა რომ იყოს ჯერ s, ანუ s რიცხვები გვინდა რომ შევადგინოთ. მერე მეორე იტერაციაზე გვინდა რომ s იყოს, მერე s იყოს. და ასე შემდეგ, ანუ current-ში გვინდა შევინახოთ ახალი ლისტი, რომელიც იქნება აი ეს ლისტები, შიდა ლისტები. და თვითონ ეს l-ი, რომელიც გარეთ დავადიფაინეთ, არის აი ამ ლისტების ლისტი, ანუ მთლიანად. ანუ ყოველ ჯერზე i პლუს g კვადრატებს. და ბოლოს ამ currents ვამატებთ l-ში. აი. ამაზე კიდე დავალებასაც მოგცემთ, ცოტა მგონი გაუგებარი იყო და დავალებაში უკეთესად გაიაზრებთ ესეთ. აი. ეხლა გადავიდეთ თუფლებზე. ანუ ლისტებისგან განსხვავებით, თუფლი არის ეგეთი ტიპი, რომელიც იწერება ეს, აი, args-ი რო ვახსენეთ, თუ გახსოვთ რაღაც ესეთი სინტაქსი იწერებოდა. ანუ ლისტი თუ იყო რაღაც ესეთი ტიპი თუ იყო, თუფლების სინტაქსი არის ესეთი ტიპი. ამ თითქმის იგივეა რაც ლისტები, უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ თუფლები არის immutable ტიპის, ანუ თუფლების შეცვლა არ შემიძლია. ამ შემთხვევაში თუ შევქმნი რაღაც თუფლი, my tuples რო რაღაც თავზე გადავაწერო, my tuple menole რო გავხადო რაღაცა ირაკლი, ესეთი რაღაც გაკეთება არ შემიძლია. Python-ი მეუბნება, რომ tuple objects არ აქვს ეს თვისება. ანუ არ შემიძლია რომ თუფლი შევცვალო, რადგან immutable ტიპის არის. ნუ ლისტების მსგავსად ის აქვს tuples, რომ რაღაც დუბლირებული ელემენტები შეგვიძლია რომ გქონდეს, მაგრამ ხო, ანუ ერთ-ერთი განსხვავება ის არის, რომ თუფლი არ არის mutable. აი, თუფლი არ არის immutable. შესაბამისად, ისეთი მეთოდები, როგორც არის append და sort-ი არ აქვს. დუბლირებები შეგვიძლია გქონდეს და ინდექსებიც ასევე გვაქვს. ანუ შემიძლია რომ my tuple მე1 ამოვიღო. ესეთი რაღაც შემიძლია, მაგრამ my tuple მე1-ს რო გადავაწერო რაღაცა, ეგ არ შემიძლია. კაი. და აი თუ გახსოვთ, წინაზეც ვახსენეთ გონი ესეთი სინტაქსი, რომ a მძიმე b უდრის 1 მძიმე 2-ს. სიამდვილეში ეს 1 მძიმე 2 არის თუფლი. უბრალოდ აი ესეთი შვილების გაკეთება არ ჭირდება ხანდახან Python-ს, რომ თუფლად აღიქვას რაღაც. ანუ მძიმით თუ გამოყავთ 2 + 1-ისგან, სიამდვილეში არის თუფლი. და ამ შემთხვევაში თუფლის პირველი ელემენტი ხდება a და თუფლის მეორე ელემენტი ხდება b. და აი ეს a უდრის 1 მძიმე 2 რო დავწეროთ და type-ი რო გამოვიტანოთ, სიამდვილეში არის ეს თუფლი.
და რო დავბეჭდოთ print a აი მართლაც თუფლის სინტაქსით დაიბეჭდება. აი და Python-ში ესეთი მარტივი სინტაქსია თუ გვინდა რომ ორ ცვლადს ადგილი გავუცვალოთ. ანუ მაგალითად თუ გვაქვს a უდრის 4 და b უდრის 5, თუ გვინდა რომ a-ში ჩაიწეროს b-ის მნიშვნელობა და b-ში ჩაიწეროს a-ის მნიშვნელობა, ესეთი მარტივი სინტაქსი შეგვიძლია რომ a მძიმე b უდრის b მძიმე a-ს. და რომ გამოვიტანოთ 5 ეწერება უკვე a-ში და b-ში უკვე ეწერება 4-იანი. ხო, ანუ თუფლების ერთ-ერთი გამოყენების ვარიანტი არის რომ თუ იცით რომ შენი ცვლადი არასდროს არ შეიცვლება. ანუ ყოველთვის იქნება 1 2 3 და არ გინდა რომ ვინმე შეგიცვალოს. მაგ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ თუფლი. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ალბათ ლისტი უკეთესია. აი. კიდე Python-ში გვაქვს ესეთი ობიექტი set-ი ქვია. და set-ი ამ ლისტისგან და თუფლისგან იმითი განსხვავდება რომ set-ში მხოლოდ შეიძლება გქონდეს უნიკალური ელემენტები. და set-ის სინტაქსი არის ესეთი რომ ესეთი ბრეკეთებით იწერება. და ესეთი set-ი თუ შევქმნი, type-ი არის set-ი და ესეთი set-ი რო შევქმნა მაგალითად 1 1 1 1. სიამდვილეში ეს გახდება ერთი ცალი ელემენტისგან შემდგარი set. ანუ set-ში არ შემიძლია რომ გქონდეს დუბლირება ფიზიკურად. აი ამას მივხვდით? ანუ უბრალოდ დუბლირებები არ გვაქვს. ასევე თუფლი ესა set-ი არის mutable ტიპის ობიექტი, ანუ შეცვლა შემიძლია რომ ნელ-ნელა ელემენტები ვამატო set-ში. და ერთი განსხვავებული თვისება ლისტისგან ის არის რომ ინდექსის ამოღება არ შემიძლია. ანუ მაგალითად რაღაც s-ი თუ შევქმნი set-ი და მინდა რომ ამოვიღო s-ის მენოლე ელემენტი. ესეთი რაღაცა set-ში არ შემიძლია, ანუ არ არის დაინდექსებული. და არ ვიცი რა თანმიმდევრობითაც ჩავამატებ, იმ თანმიმდევრობით დამებრუნება თუ არა ელემენტები. ანუ მაგალითად რაღაც s-ed ფუნქცია არსებობს, რომელიც ელემენტს ამატებს set-ში. და რაღაც რო ჩავამატო 10-იანი, არ არის გარანტია, რომ ჯერ 1-იანი დაებრუნება და მერე 10-იანი. იტერატორი არ არის აქ? იტერატორი არის. შემიძლია რომ გადავუყვე for i in s-ი print i რო გავაკეთო, ეგეთი რაღაც შემიძლია. ესე იგი ინდექსაციაც შეგვიძლია რა? აი ინდექსაცია არ შემიძლია სამწუხაროდ. ანუ არ ვიცი რომელ ინდექსზე ინახება ჩემი ჩამატებული ელემენტი. რაღაც s menoless ვერ გამოვიძახებ. უბრალოდ ანუ გარანტია არ მაქვს რომ აი მაგალითად წესით ეგეთი მაგალითიც უნდა მქონდეს. აი ნახეთ set-ი შევქმნი, რომელშიც წერია string-ი, float-ი და none-ი. და ეს რო დაუბეჭდო ეხლა თქვენი აზრით, ანუ თქვენი აზრით რა, ანუ ეს რო დაუბეჭდო შეიძლება ჯერ პირველად dis-ი არ დამიბრუნოს და დამიბრუნოს რაღაც none-ი. ანუ არ არის გარანტია რა თანმიმდევრობითაც ჩავამატე ელემენტები, რომ იმ თანმიმდევრობით დამიბრუნდება. ამ შემთხვევაში მართლა ანუ ჯერ dis-ი ჩავამატე, მაგრამ მაინც none-ი დამიბრუნდა პირველი. აი, ეხლა თავარი თვისება set-ის რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ. პირველი ის არის, რომ აი დარჩის აქვს კითხვა და მე გავაგრძელებ. ამ ელემენტებს როგორ აბრუნეს მაშინ, ანუ როგორ წვეტავს, რომელი დააბრუნეს პირველი მეორე? ხო, თავისი ლოგიკა აქვს. აი როგორ არის იმპლემენტებული set-ი, მაშინ მაგაზე უნდა ვილაპარაკოთ, რაღაც hash table-ები და რაღაცები უნდა ავხსნან და მაგას თუ დაგაინტერესებთ, ჯობია თქვენ გადახედოთ. hash table-ი არის ეგეთი ცნება მოწერები აქვს. რაღაც მემორიში რაღაც განსაკუთრებული ალგორითმით არის შენახული ეს ჩვენი ელემენტები, ისე რომ მე დაბრუნება ბევრად უფრო სწრაფი არის და პოვნა ელემენტებს. კაი. და აი ნახეთ, ზუსტად მაგ hash table-ის გამო არის, რომ set-ში ელემენტების ძიება ბევრად უფრო სწრაფი არის. ანუ თუ მაგალითად list-ში რაღაც list-ი მაქვს, რაღაც 100 ელემენტიანი, რაღაც 1 ან 10 ელემენტიანი. და მაინტერესებს, მოდი კაი, ხონერთ გავაკეთოთ. ანუ ლისტი მაქვს 1 2 3 4 5 6 7 და მაინტერესებს 7-იანი არის თუ არა ამ ლისტში. რა უნდა გავაკეთო? უნდა გადავუყვე ამ ლისტს და ვამოწმო რომ 1-იანი არის თუ არა 7-იანი. 2-იანი არის თუ არა 7-იანი, არ არის 3-იანი არის თუ არა 7-იანი და ესე ბოლოში გავუყვე. მაგრამ set-ში ეს hash table-ის გამო ბევრად უფრო კარგად არის დალაგებული ეს მოძებნის ოპერატორი რა, ესე რო ვთქვათ. ამ შემთხვევაში აი ნახეთ ჯერ ლისტი შევქმნი რაღაც რამდენიმე ელემენტისგან შემდგარი. მოდი len-ის გამოვიტანოთ. len l. ანუ ლისტი შევქმნი 14 ელემენტიანი და მე set-ი შევქმნი ასევე 14 ელემენტიანი. და ესეთი ფუნქცია არსებობს in ფუნქცია არსებობს, რომელიც გვეუბნება ეს ელემენტი არის თუ არა ლისტში. ანუ
10 in L მეუბნება, მოდი ცალკე გამოვიტანოთ. 10 in L მეუბნება არის თუ არა რიცხვი 10-იანი L-ში. და იგივენაირად 10 in S მეუბნება არის თუ არა 10-იანი set-ში. და ეს რომ ბევრჯერ გავუშვა რაღაც მილიონჯერ დავაბეჭდინო 10-იანი არის თუ არა L-ში. ჯერ მოდი დავაბეჭდინოთ იმისთვის, რა ქვია, ლისტისთვის. და ვნახოთ რამდენ დროს მოუნდება. აი ეს ფიფ time რომ იწერია, ეს უბრალოდ დროს ითვლის. და დაითვალა რომ 3 წამს მოუნდა იმისთვის, რომ შეიმოწმებინა 10-იანი იყო თუ არა L-ში, ოღონდ რაღაც მილიონჯერ. და set-ის შემთხვევაში იგივე რომ გავუშვათ, ნახეთ 934 მილიწამს მოუნდა, ანუ ბევრად უფრო სწრაფი არის რა. ამას მივხვდით, ანუ თუ ელემენტების ძიება გიწევთ ხშირად, მაშინ ჯობია რომ set-ი გამოიყენოთ. აი კითხვა იყო კიდე მგონი. Voilà. Okay. და ნუ set-ი გამოიყენება რაღაც სიმრავლეებისთვის რა, ანუ თუ მაქვს რაღაც ერთი სიმრავლე, set-ი სიმრავლეს ნიშნავს რეალურად, თუ მაქვს სიმრავლე A და თუ მაქვს სიმრავლე B, შემიძლია გამოვთვალო ამ სიმრავლეების გაერთიანება. ამ შემთხვევაში სინტაქსი არის ესეთი, რომ A an B, ანუ ესეთი სინტაქსია რა. და ეს მიბრუნებს A-ის და B-სგან შემდგარი ელემენტების სიმრავლეს. ხო, ანუ უნიკალური ელემენტი დამიბრუნა, რომელიც არის A-ში ან არის B-ში. ასევე შემიძლია გამოვიტანო A და B, ანუ სიმრავლეების თანაკვეთა, ხო? A და B იქნება მარტო 4 და 5, იმიტომ რომ ანუ 4 და 5 იყო მარტო საერთო ამ ორ სიმრავლეს შორის. კაი, კიდე მაქვს ერთ სიმრავლეს გამოკლებული მეორე სიმრავლე. ანუ 1 2 3 4 5 რო გამოვაკლო, ეს 4 5 6 7 რაღაცა დამრჩება 1 2 3. ანუ ისეთი ელემენტები, რომლებიც არის A-ში და არ არის B-ში. პირიქითაც შემიძლია B-ს გამოვაკლო A, ამ შემთხვევაში დამრჩება 6 7 8 9 10 და ასევე სიმეტრიული სიმრავლე არსებობს, რომელიც ყველა ელემენტს მიბრუნებს გარდა თანაკვეთილი ელემენტების. აი ეს უბრალოდ მინდოდა რომ გწოდნოთ სიმრავლეებთან ურთიერთობა თუ დაგჭირდათ, მაგ შემთხვევაში set-ი გამოიყენეთ. აი ეს სიმრავლეების შედარება შემიძლია ქვეს სიმრავლე არის თუ არა ერთი მეორეს. აი კაი, მოდი გადავიდეთ ახლა dictionary-ზე. Dictionary არის ეგეთი ტიპი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ შევინახოთ key value pair-ები, ანუ რაღაც წყვილები შევინახოთ ელემენტების. აი მაგალითად, მაგის მაგალითი შეიძლება იყოს, რომ ტელეფონის ნომრები და სახელები. ანუ ამ ტელეფონის ნომერს რომელი სახელი შეესაბამება რა. ამ შემთხვევაში შეგვიძლია dictionary-ში ესეთი სინტაქსია, ისევ იგივე ფრჩხილებით იწერება როგორც set-ი. უბრალოდ ელემენტები ესე ინახება, რომ A, ანუ key 2 value. რაღაც key 2 value, ანუ A keys შეესაბამება რაღაც 1 value. ეს გამოვიტანოთ მართლა type არის dictionary და ესეთი ტიპის ობიექტია. აი, dictionary-დან შემიძლია რომ value დავაბრუნო keys საშუალებით. ანუ ამ შემთხვევაში რაღაც D-დან რო ამოვიღო key სახელად A, დამიბრუნდება მნიშვნელობა 1-იანი. ანუ key-ზე სახელად A მნიშვნელობა შეწერა 2-იანი. D-დან სახელად C, P რო ამოვიღო დამიბრუნდება 3-იანი, ხო? ამას მივხვდით? კარგი. ხო, dictionary-ს არის mutable ტიპის ობიექტი, ანუ შეცვლა შემიძლია, მაგალითად შემიძლია რომ C key-ზე რომ ეწერა ადრეს 3-იანი, ახლა თავზე გადავაწერო და ჩავწერო რაღაც მილიონი. და მართლა რომ გამოვიტანო ეს D. უკვე C-ში ეწერება მილიონი. ანუ ცვლილება შემიძლია dictionary-ს. მაგრამ ანუ განსხვავება ის არის, რომ აი როგორც set-ში გქონდა უნიკალური ელემენტები, dictionary-შიც აი ეს key-ები რაც გვაქვს, არის აუცილებლად უნიკალური. ანუ მაგალითად რაღაც ესეთი dictionary შევქნა A2 და ისევ რაღაც A10. ამ ერთ ცალ keys გადამიგდებს საერთოდ, ანუ მარტო უნიკალურს დამიტოვებს და ამ შემთხვევაში რაღაც ბოლო keys იტოვებს მარტო. რაღაც B რო შევქნა, ის B-ც დამრჩება ჩვეულებრივად. ანუ key-ები აუცილებლად არის უნიკალური, მაგრამ value-ები შემიძლია რომ მქონდეს იგივე, ანუ შემიძლია მქონდეს სხვადასხვა key-ზე ერთი და იგივე value. ეგეთ მაგაში არ ვარ შეზღუდული. ანუ რაღაც 10 რო დამეწერა. აი, dictionary ასევე არ არის ინდექსირებული, ანუ მაგალითად, dictionary-ის მენოლე ელემენტი ესეთი რაღაც არ არსებობს. მენოლე ელემენტი არ არსებობს. ანუ ჭხილებით თუ მივმართავ dictionary-ს, უეჭველი უნდა მივმართავ როგორც key ამომიღე, ანუ
უეჭველი key-ს სახელი უნდა გადავცემ. ამ შემთხვევაში რაღაც თუ გადავცემ b-ს, დამიბრუნებს b-ზე არსებულ values. აი, არ არის ინდექსირებული, ასევე არ შეიძლება გქონდეს დუბრებული key-ები და დალაგებულია თანმიმდევრობით. ანუ list-ში რა თანმიმდევრობითაც ვამატებთ ელემენტებს, ზუსტად იმ თანმიმდევრობით რომ გვიბრუნდებოდა, იგივენაირად არის dictionary-ში. ანუ ყოველ ჯერზე მაგალითად, მოდით სარიო dictionary შევქმნათ. და for e in range 10 რაღაცა d-ს e-ზე ჩავწეროთ e კვადრატი. და ბოლოს დავუბრუნოთ ეს d. ან ჯერ თუ ჩავწერე 0-იანი, value-ი 0, დამიბრუნდება ზუსტად იგივე თანმიმდევრობით. values მიხედვით ვერ ვიპოვით key-ს. კი, ვიპოვით უბრალოდ ეს ოპერაცია key values ძებნის ბევრად უფრო სწრაფი არის. თუ გვინდა რომ value-ი ვიპოვოთ key, მაგ შემთხვევაში აი როგორც list-ზე გვიწევდა რომ გადავყოლოდით for loop-ში რაღაც მსგავსი ოპერაცია მოგვიწევს რა, ანუ უნდა გადავუყვეთ for loop-ში და თუ შეგხვდა ეს value, მაშინ ამოვიღოთ მისი შესაბამისი key. მაგრამ ეს ოპერაცია თვითონ key-ს მიხედვით values ამოღების არის ძალიან სწრაფი რა. O1 თუ გაგიგიათ ალგორითმი თუ ვინმეს გაქვთ გავლილი, O1 ოპერაცია არის. და ბევრად სწრაფი. აი ეს დალაგებული რო არის თქვით, ესეთი რაღაც გაკეთება რო არ შეგვიძლია ეგეც თქვით, მაგრამ ამ შემთხვევაში რატო შემეძლო რომ key-ში მეწერა 0-იანი. 0-იანი თუ მეწერება, უბრალოდ 0-яნის შესაბამის values ამოიღებს და ეს სწორია. ეს მუშაობს. რაღაც -1000 რო ამომიღო, ამას ვერ ზავდა. კაი. და თუ არ ვარ დარწმუნებული რომ ჩემ dictionary-ში რაღაც value არსებობს, აი ამ შემთხვევაში მაგალითად d-დან რო ამოვიღო -1 არ მუშაობს. მაგრამ შემიძლია რომ აი ეს წერტილი get სინტაქსი გამოვიყენო d.get და რაღაც key გადავცემ. და თუ არ იქნება dictionary-ში ესეთი value, დამიბრუნდება უბრალოდ nani. ანუ იმის მაგივრად რომ error-ი დამიწეროს, მიწეს რომ შენი key უბრალოდ არ არის და არის nani. თუ გადავცემ კიდე აქ რაღაც არგუმენტს, მაგალითად 100. ეს იმას იზავს რომ თუ bla არ მაქვს key-ში, მაშინ default-ად დამიბრუნე 100. ანუ default-ად ეს მეორე არგუმენტი არის nani. თუ არაფერი არ გადავეცე. ანუ ეს get სინტაქსი უბრალოდ იმისთვის არის რომ error-ი არ დაგვირტყას თვითონ. აი და ეს როგორც ვახსენე, dictionary შემიძლია რომ გადავაწერო თავზე რაღაცა, ამ შემთხვევაში არის best player Cristiano Ronaldo მეწერა და თავზე გადავაწერო რომ Cristiano Ronaldo კი არა, Messi არის საუკეთესო ფეხბურთელი. და რაღაც მეორე საუკეთესო ფეხბურთელი არის ქოჩორო, პირობითად. ეგეთი რაღაც შემიძლია. ანუ აქ რაღაც ახალი key გავაჩინე და ჩავწერე value-ში ქოჩორო. აი list comprehension-ი რო ვახსენეთ, ასევე არსებობს dictionary comprehension-ი, ანუ შემიძლია რომ რაღაც მარტივად შევქმნით dictionary, მსგავსი სინტაქსია როგორც list comprehension-ზე, რაც key value კვადრატი. ანუ ამ შემთხვევაში 0-დან 0-ის შესაბამისი კვადრატების კვადრატები დავბრუნებ, ანუ ჯერ 0 და 0-ის კვადრატი, მერე 1 და 1-ის კვადრატი, და შემდეგ 10 და 10-ის კვადრატი. ასევე შემიძლია რომ რაღაც ყველა key დავაბრუნო ერთიანად, ეს წერტილი keys მეთოდი აკეთებს მაგას, ანუ dictionary-დან დამიბრუნე ყველა key. და ეს d წერტილი values ასევე არსებობს, დამიბრუნებს ყველა values. ეგეთი რაღაცას გვაქვს. ასევე შემიძლია რომ default-ად თუ გადავიყვები dictionary-ს, დამიბრუნებს მარტო key-ებს, ანუ for I in d აბრუნებს მარტო key-ებს. მაგრამ თუ გადავიყვები ეს სინტაქსით, რომ for key მძიმე value in d წერტილი items. ეს items ფუნქცია აბრუნებს ყველა key value pairs. ანუ ამ შემთხვევაში ეს რო გავუშვათ, ჯერ key-ში ჩაიწერება პირველი key, v-ში ჩაიწერება პირველი value. და ასე შემდეგ, ანუ ჯერ 0, 0, მერე 1, 1 და 10, 100. ანუ თუ მინდა რომ keys და values ერთიანად მიუწვდე, მაგ შემთხვევაში უნდა გამოვიყენო d წერტილი items. კაი. ძალიან სწრაფად ხოლმე მივდივართ ისე, თუ გასაგებია. ოკეი, ერთი დასტური გვაქვს. იმედია რომ გასაგები არის. ოკეი. აი, მოდი ამ მიმოხილვას გამოვტოვებ, ეს მაინც ჩამახსოვრებული მექნება notebook-ში და მე შეგიძლიათ გადახედოთ რა თვისებები აქვს თითოეულს, ანუ lists, sets, dictionaries და tuples. აი, კიდე ერთი ხშირად გამოყენებადი ფუნქცია არის ესეთი zip ფუნქცია, რომელიც რაღაც რომლის გამოყენებითაც შემიძლია რომ ჩემი რაღაც ცვლადები, იტერაბლები ერთმანეთზე ავკინძო. ამ შემთხვევაში zip ფუნქციას თუ გადავცემ რაღაც სამ ცალ iterable-ს, ანუ ჯერ გადავეცი a, b და c. რას გააკეთებს, რომ
აი ამის A-ის პირველ ელემენტს, B-ის პირველ ელემენტს და C-ის პირველ ელემენტს ერთმანეთზე აკინძავს, ანუ ერთიანი A და ერთიანი ლისტში. მერე ამიკინძავს ორიანი B, ორიანი ლისტში. სამიანი C, სამიანი ლისტში. ანუ element by element მიუყვება და ესეთ თუფლებს მიბრუნებს. ანუ ჯერ zip დამიბრუნებს პირველ ელემენტებს, კი არა, მენულ ელემენტებს, მერე დამიბრუნებს პირველ ელემენტებს და მე დამიბრუნებს მეორე ელემენტებს. ცოტნეს აქვს კითხვა. განსხვავებული რაოდენობის ელემენტები რო იყოს თითოეულში. ხო, მაგ შემთხვევაში, აი ყველაზე მოკლე რომელიც იქნება, მან უნდა გაჩერდეს წესით. ანუ ამ შემთხვევაში, რადგან ის ქონდა, რა ქვია, ორი ელემენტისგან იყო ეს შემდგარი, ორ ელემენტიანი zip-ი მივიღეთ საბოლოოდ. იმის მაგალითად, რომ სამიანი მივიღო. ყველაზე მოკლეზე გაჩერდა. აი, და ამ zip-ს, ანუ ნებისმიერი რაოდენობის იტერაბლი შეგიძლია გადაცეთ რა. თითქოს ორ ლისტს ერთმანეთზე კინძავენ ხოლმე და აბრუნებენ ფეერებით ელემენტებს. აი, ეს რას იზავს? აი, ეს რას დაბეჭდავს? მოდი ეს დავაბრუნოთ. ანუ ში რა, მოდი ის ვთქვათ, ში, ჟში და კში რა იქნება ჩაწერილი პირველ იტერაციაზე და დანარჩენი ალბათ გასაგები იქნება. ერთია რა? ერთია, ერთი ლისტში, ხო? კი, მართალი. კაი. მოდი ხა გადავიდეთ ფაილებთან. ისე, ანუ რამე კითხვები თუ გაქვთ აქამდე დასვით, იმიტომ რომ ახლა სხვა თემაზე გადავა. ესეთ მოვასწრებთ. აი, ნუ როგორც შევშევით აქ ბოლოში, აი დაჩის აქვს კითხვა. მაგას 1 2 3 აი საიდან მოვიდა მომენტ. რომელი აბა? რომ მოისმინე ხო? აი რიცხვები საიდან მოვიდა? ეს 1 2 3 ხო? ხო და ის ბოლოც. ხო, ეს 1 2 3 საიდან მოვიდა ახლა? აი ზემოთ ყოფილა ხო, მაგ არ დამინახე. ხო. ოკეი. ეს 1 2 3 არის ამის, ამ A-ის. ეს ლისტები არის C-დან. აი. ნუ ხშირად Python-ში მოგიწევთ ხოლმე რომ რაღაც სხვადასხვა ფაილი წაიკითხოთ, ჩაწეროთ და ასე შემდეგ. ანუ ფაილებთან სამუშაოთ, ესეთი OS ბიბლიოთეკა არსებობს. ჯერ იმპორტი არ გაკეთებია, მაგრამ ეს import სინტაქსით შეგვიძლია რომ რაღაც ფუნქციონალი დავაიმპორტოთ Python-ში. ამ შემთხვევაში ეს operation system, ესეთი მოდული არის OS-ი ქვია შემოკლებით. ამას თუ დავაიმპორტებთ და გავუშვებთ os.list dirs, ეს დაგვიბრუნებს ამ ჩვენ დირექტორიაში რა ფაილები გვაქვს. მართლა ეხლა აქ რო შევხედოთ, მართლა ეს sample data ფოლდერი გვაქვს და ასევე გვაქვს ეს წერტილი config ფოლდერი, რომელიც ამ დამალული ფაილია და ეხლა აქ ვიზუალურად არ ჩანს, მაგრამ რეალურად არსებობს. ეს ls-ით რო გავუშვათ, იგივენაირად გვიჩვენებს, რომ ეს sample data ფოლდერი არსებობს ამ მომენტში. კაი, ეხლა რა შეგვიძლია, რომ ჩვენ რაღაც ფაილები შეგვიძლია რომ გავხსნათ, მე ამ ფაილში რაღაც ჩავწეროთ და ფაილი დავხუროთ. მაგისთვის ეს სინტაქსი არსებობს, რომ open-ით შეგვიძლია რომ რაღაც ფაილი გავხსნა. მაგალითად, ამ ჩემ ფაილს დავარქვა სახელად myfile.txt და ეს მეორე არგუმენტი რაც გადაეცემ არის რა mode-ით ხსნი. ანუ შეიძლება რომ ფაილი გავხსნა რაღაც წაკითხვის რეჟიმში, შეიძლება გავხსნა რაღაც ჩაწერის რეჟიმში. ამას ანუ Python-ი მნიშვნელობას ანიჭებს ამას. ამ შემთხვევაში მოდი ეს ჩემი ფაილი გავხსნათ write mode-ში, ანუ ჩაწერის mode-ში. და ამ ფაილში ჩავწეროთ რაღაცა ერთი ხაზი. ეს რო გავუშვა, ეს ფაილი არსად არ ჩანს. უბრალოდ უკვე გამოჩნდა. მაგრამ რო გავხსნათ, ამ ფაილში არაფერი არ წერია. რატო ეხლა? მიუხედავად იმისა, რომ მე ჩავწერე რაღაც. იმიტომ რომ არ დავხურეთ. ხო, ზუსტად იმიტომ რომ არ დავხუროთ. ანუ Python-ი სანამ არ დავხურავ ფაილს, იქამდე ცვლილებებს არ ასახავს. მოდი ეს მეორე ისიც ჩავწეროთ, რა ქვია. ხაზი. და ჩავწეროთ მესამე ხაზიც. და როგორც კი დავხურავ ამ ჩემ ფაილს. ამ შემთხვევაში ეს myfile manager რო გავხსნა, უკვე უნდა გამოჩნდეს ჩემი ჩაწერილი ხაზები. ანუ ეგეთი რაღაც არის, რომ ჯერ ფაილი უნდა გავხსნა, შემდეგ შემიძლია რაღაცები ჩავწერო და ბოლოს აუცილებლად უნდა დავხურო. აი. ეხლა თქვენიათ რა მოხდება თუ აი ამ ხაზს გავუშვებ. მე ვუთხე
ჯერ ხომ უნდა გავხსნათ, ჯერ უნდა გავხსნათ. არაფერი არ შეესწრება. არაფერი არ შევა, იმიტომ რომ ჯერ უნდა გავხსნათ. ანუ რადგან ეს ფაილი დავხურეთ, ეხლა დახურული ფაილის პირდაპირ ცვლილება არ შეგვიძლია, აუცილებლად ისევ თავიდან უნდა გავხსნათ. ამიტომ ანუ ეს რო გავუშვათ, რაღაც ერორი გვექნება, რომ რაღაც ოპერაციას აკეთებ დახურულ ფაილზე. ამიტომ ეგეთი რაღაც არ შეგვიძლია. ამიტომ ისევ უნდა გავხსნათ ეს ჩვენი ფაილი, შეგვიძლია რომ ამჯერად უკვე read mode-ში გავხსნათ, ანუ წაკითხვის mode-ში. ანუ თუ არაფერს არ გადავწვი მაგ მეორე არგუმენტად opens default-ად იგულისხმება რომ read mode-ია, ანუ ერი. ესე აღნიშნება. თუ read mode-ში გავხსნი ამ ჩვენ ფაილს და გამოვიძახებ file.reads, ეს file.read-ი დამიბრუნებს თლიან კონტენტს, ანუ რაც წერია ჩვენ ფაილში. ანუ ეს რო გავუშვა, კონტენტში ეწერება ეს რაღაც string-ი, მოდი type-იც გავუშვათ. type კონტენტი არის string. რაც არის აი ეს თლიანად. ანუ file.read-ი აბრუნებს თლიან კონტენტს ფაილს. კაი. ასევე file.read-ის გარდა შეგვიძლია რომ ფაილი წავიკითხოთ ხაზ-ხაზად. ანუ read lines ფუნქცია აკეთებს მაგას, რომ ჩემი ფაილი გავხსენი და ფაილი წავიკითხე ხაზ-ხაზად. რაც ანუ რადგან ხაზ-ხაზად ვკითხულობ, ლოგიკურია რომ ლისტი დამიბრუნოს, ხო? მაგიტო ეს first line დამიბრუნებს, მერე second lines დამიბრუნებს და მერე third lines დამიბრუნებს. აი ეს სლეშენები რატო არის? ხო ხვდებით მაგას, რომ enter-ი გვიწერია ბოლოში, ხო? მაგიტო ეს სლეშენი აუცილებლად მოყოლა. აი. ნუ რადგან read lines-ი პირდაპირ ისე შეგვიძლია გამოვიყენოთ, რომ ანუ იტერაციულად გადავუყვეთ, ასევე შეგვიძლია რომ ესეთ სინტაქსით დავწეროთ, რომ for I line in enumerate file. ეს რას იზავს, რომ ფაილს გადავუყვება ხაზ-ხაზად. და დამიბეჭდავს, რომ line number 1-ზე წერია რაღაც first line, line number 2-ზე წერია რაღაც second line, line number 3-ზე წერია რაღაც third line. ეგეთი რაღაც შემილია, რომ ფაილს გადავუყვე ხაზ-ხაზად for loop-ში. ეგეთი რაღაცა შემილია. მაგრამ ეხლა თუ შეავჩნევთ, ანუ ყოველ ჯერზე ის რა ქვია, პატერნი იყო ეგეთი, რომ ფაილი გავხსენით, რაღაცები ჩავწერეთ, ან წავიკითხეთ და დავხურეთ. ყოველ ჯერზე ეს გახსნა და დახურვა ყოველ ჯერზე რო არ ვწეროთ, მაგისთვის არსებობს ესეთი კონტექსტ მენეჯერები, რომელიც აი ფაილის დახურვას ავტომატურად აკეთებს. და ესეთი სინტაქსი აქვს, რომ with open რაღაც ფაილი, მერე ამ ფაილზე რაღაც ოპერაცია შემიძლია რომ რაღაც დავპრინტო, არ აქვს მნიშვნელობა, ბლა და აი ამ with სინტაქსიდან როგორც კი გამოვალთ, ეს ფაილი ავტომატურად დახურული იქნება. ანუ ეს ჩემი my ფაილი ავტომატურად დახურულია, რაც იმას ნიშნავს, რომ f.write-ი რო გავუშვა, ამას ვეღარ ვიზავ, იმიტომ რომ ეს ჩემი ფაილი ავტომატურად დაიხურა. ანუ ამას მიხვდით, ანუ with სინტაქსი გამოიყენება თუ ავტომატურად გინდათ რომ დახუროთ ფაილი. კაი. და ეს ანუ with სინტაქსი ეკვივალენტური ამისი, რომ გავხსნათ ფაილი, ცადოთ წაკითხვა და finally ბლოკი რო იყო ეგეთი თუ გახსოვთ, try except finally რო იყო, finally ხო ყოველთვის სრულდებოდა. ამ შემთხვევაში კონტექსტ მენეჯერის ეგრე იქცევა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის დახუროს ამ ფაილს. ამიტომ finally ეს f.close გავუშვებს. ან ფაილის დახურვას. კაი. ხო, ეხლა რო ვილაპარაკოთ რაღაც absolute passive-ზე და relative passive-ზე. ხო არ გაიგიათ ეს რა განსხვავება ამათ შორის? კაი. Absolute-ში ანუ პირდაპირ მისამართს ვეუბნებით და relative-ში კიდე აქედან იქ შედი, იქიდან აქ ანუ გზას ვეუბნებით, როგორ მივიდეს იმ ფაილამდე. ანუ absolute passive არის, რომ რაღაც ჩემი კომპიუტერის ფესი ხო იწყება რაღაც მაგალითად Windows-ი თუ მაქვს რაღაც C-დისკზე, C-დისკი არის რაღაც თავარი ფესი ხო მაგალითად. და ჩემი ფაილი შეიძლება მდებარეობს C-დისკი რაღაც პროგრამს, მერე კიდე რაღაცა ჩემი ფოლდერი, რაღაცა. აი ეს თლიანი ფესი რაც არის, მაგას ეძახიან absolute pass, რომ ანუ კომპიუტერის საწყისი ფესიდან ჩემ ფაილამდე რა გზა უნდა გაიაროს, ხო? ეგ არის absolute pass-ი და relative pass-ი არის, რომ რაღაც კონკრეტული დირექტორიიდან კონკრეტულ დირექტორიასთან მიმართებაში რა ადგილზე დგას ფაილი. ამ შემთხვევაში მე თუ ეს my ფაილი თუ მდებარეობს აი ამ დირექტორიაში, my file-ისგან relative pass-ი აი ამ mnist test csv ფაილის იქნება რა, რომ უნდა გავიდე ზედა დირექტორიაში, მე უნდა შევიდე sample data-ში და მე უნდა შევიდე რაღაც mnist test csv-ში, ხო? ანუ ამ ფაილიდან ეს ფაილი რელატიურად როგორ მდებარეობს. მაგას ქვია relative pass. ამ შემთხვევაში აი ეს
რა ქვია, sample data bla.txt მდებარეობს აი absolute path-ით მდებარეობს ესეთ რაღაცაზე, რომ /content/sample data/bla.txt ეს არის absolute path-ი. მაგრამ relative path-ი აი ამ bla.txt-ის, რომელიც ჯერ არ შემიქმნია, მოდი შევქმნათ. Will open sample data/bla.txt write mode-ში შევქმნათ. და as f-ი x.write this is bla. ეს რო გავუშვა sample data folder-ში შეიქმნება რაღაც ფაილი, ხო? აი bla.txt შეიქმნა. და ეს bla.txt ფაილი მდებარეობს ახლანდელი დირექტორიიდან რო გავიდეთ რელატიურად sample data/bla.txt-ზე მართლა რა. კაი. თუ მინდა რომ რაღაც წინა დირექტორიაზე ავიდე, მაგალითად, აი მოდი ეს რო გავუშვათ, რას დააბრუნებს რა. os.list.dir ხო ახსენებთ, რომ აბრუნებს ახლანდელ დირექტორიაში არსებულ ფაილებს. მაგრამ თუ მინდა რომ დავაბრუნო ერთი ზედა დირექტორიაში არსებული ფაილები, მაგ შემთხვევაში ესეთ სინტაქსი უნდა გამოვიყენო, რომ 2.2./ მაგ შემთხვევაში ერთი ზედა დირექტორიაში ავალ და იმ ერთი ზედა დირექტორიაში რაღაც ესეთი ფაილები იქნება. შემიძლია რომ ეხლა ვნახო ერთი ზედა დირექტორიაში რა ვიდე და მე რაღაც RAM folder-ში შევიდე. ეგეთი რაღაცა შემიძლია. ან კიდე ერთი ზემოთ შემიძლია ავიდე ესეთ სინტაქსით, რომ წერტილი//-ში და კიდე რაღაც. ნუ სიმბოლოში ეს საბოლოო ფოლდერი. ამას დაახლოებით მიხვდით relative path და absolute path განსხვავებას. კარგი. აი, მოდი ეს JSON-ის ვახსენოთ. ხო, JSON-ის ერთ-ერთი ფორმატი არის ტექსტური ფაილების. და JSON-ის სინტაქსი უბრალოდ ეგეთია, რომ რაღაც dictionary-ს გავს საკმაოდ. უბრალოდ Python-ში dictionary-ს რაღაც ობიექტები, ანუ key და value pair-ები რო გვაქვს, ესა JSON-შიც იგივენად key და value pair-ები გვაქვს. ანუ შემიძლია რომ რაღაც JSON ტიპის ფაილი შევქმნათ და import JSON-ი დამჭირდება. და ამ data elements თუ შევქმნი, შემიძლია რომ JSON ფაილად ჩავწერო ეს ჩემი data. და სინტაქსი მსგავსი არის. With open რაღაც JSON data.json write mode-ში გავხსენი და JSON.dump გამოვიძახე. ეს უბრალოდ იმას აკეთებს, რომ JSON ფაილად ჩამიწერე ეს ჩემი data. და ეს რო გავუშვათ. რა მოხდება, რომ სადღაც JSON ფაილი უნდა შექმნას. აი აქ JSON data შექმნა და JSON data არის ზუსტად ესეთი ფაილი. JSON-ის შენახვისთვის. და თუ წაკითხვა მინდა ამ JSON-ის უკან, read mode-ით უნდა გავხსნა, JSON data გავხსენი read mode-ში და JSON.load-ი გამოვიძახე. ამ JSON.load-ით შემიძლია რომ ჩაწერილი JSON-ი უკან წავიკითხო. ესეც რო გავუშვათ, loaded data-ში არის ზუსტად ის, რაც ჩავწერე. აი, ეს ensure ASCII ხო არ გაქვთ რამე იდეა, რატო დამჭირდა? Ensure ASCII უდრის false. ხო გახსოვთ ASCII რა იყო? გაიღალეთ? ამ თბილი სადაც ნაჩვენები იყო თუ რაღაც 100 რიცხვს შეესაბამება. ხო და თუ გახსოვთ ASCII table-ში ქართული საერთოდ არ იყო, ანუ მარტო რაღაც ინგლისური ასოები ხდებოდა, მაგიტომ ეს ensure ASCII true რო დამეწერა, ავტომატურად ვეუბნებოდი რომ მარტო ASCII ქარაქტერები შემხვდება აქ, რასაც ჩავწერე. და ეს რო გამეშვა და გამეცნა ესე ჩემი ფაილი. მაგ შემთხვევაში ნახეთ როგორი ქარაქტერები დამხვდებოდა, ანუ რაღაც ქართული ქარაქტერები არ დამხვდებოდა. ქართული ქარაქტერების შესაბამისი რაღაც Unicode-ი დამხვდებოდა. და თუ დავწერო ensure ASCII false, მაგ შემთხვევაში მართლა ქართულად ჩამოწერს. აი, მაგისთვის დამჭირდა პროსტა ეს. აი. და JSON-ის გარდა ყველაზე ხშირად რაც შეგხვდება თქვენ განსაკუთრებით Pandas-ის ლექციებს რო გაავლით, არის CSV ტიპის ფაილები. და CSV იშიფრება როგორც comma separated values, ანუ რაღაც ძიმეებით გამოყოფილი value-ები უნდა ჩავწეროთ CSV ფაილებში. ანუ იგივე text ფაილია, უბრალოდ ყველაფერი ერთმანეთთან გამოყოფილია იმით, ძიმით. და არსებობს CSV ფაილები, რომელშიც ანუ A-bit არის გამოყოფილი ყველაფერი. ამ შემთხვევაში შემიძლია რომ ჩემით ხელით შევქმნა ეს CSV ფაილი და როგორ რაღაც უნდა დავწერო, რომ გავხსნა CSV ფაილი და ჩავწერო რაღაც name-ი და age-ი.
მოდი ჯერ შევქმნათ და ვნახოთ როგორ გამოიყენება ვიზუალურად ეს CSV ფაილი. განსხვავება ჩვეულებრივი ტექსტი ფაილებისგან ის არის, რომ აი პირველი ხაზი, რასაც ჩავწერთ, აღიქმნება როგორც კოლუმნები. ანუ დასახელებების სვეტების. ამ შემთხვევაში რაღაც name და age ჩავწერთ. და ყველაფერი დანარჩენი არის უკვე ესა, ამ კოლუმნის შესაბამისი value-ები. ანუ ამ შემთხვევაში რაღაც პირველი name იყო რაღაც ოთო, რაღაც 16 წლის, რაღაც ლიზა 16 წლის და ასე შემდეგ. ანუ პირველი ხაზი აღიქმნება როგორც რა ქვია, კოლუმნების სახელი და დანარჩენი აღიქმნება როგორც value. და როგორც ხედავთ, ანუ აუცილებელი იყო, რომ ძიმით გამომეყო. ანუ აქ თუ ძიმით არ გამოვყოფთი. და ისე ჩავწერდი, მაგ შემთხვევაში რაღაც არეული CSV ფაილი მექნებოდა, ანუ რეალურად არ იქნებოდა CSV. ნახეთ, საერთოდ ვერც გავხსენი რა. ანუ აუცილებლად ჭირდება, რომ ძიმით იყოს გამოყოფილი ყველაფერი. CSV-ზე ხო გაქვთ რა მეკითხვა? ანუ რაღაც რაღაც კითხვა იყო. არა. ანუ ეს CSV ფაილები დაგჭირდებათ, რომ მე რაღაც დიდ მონაცემებს რომ ემუშავებით, ამ CSV ფაილებში ხშირად ჩაწერთ ხოლმე რაღაც დიდ მონაცემებს, მე წაიკითხავთ, დაამუშავებთ, რაღაც ხანდახან ისე აღმოჩნდება, რომ აქ საერთოდ სვად რაღაც value-ები არ ეწერება, ნანები დაგხვდებათ, მაგათ შევსებას ისწავლით და ასე შემდეგ. მოკლედ, მაგას პანდასში კიდე გავიდეთ. ანუ TSV-ში უბრალოდ ძიმის მაგრად ტაბებია, ხო? ანუ აქ /t-ები რო დაგვეწერა, იქნებოდა უკვე TSV ფაილი. და აქაც უნდა მიმეწერა, რომ იდეაში TSV გაფართოებესი არ არსებობს, ისევ CSV-ია. უბრალოდ ტაბით არის დაშორებული. აი ეს იყო CSV, მოდი ცოტა დრო გვაქვს. და ის წესით ერთ ამოცანას მოვასწრებთ ამ CSV-ზე ზუსტად. ან ჩვენი მიზანია, რომ ეს CSV ფაილი წავიკითხოთ და აი ეს dictionary-ის სახით გამოვიტანოთ, აი ესე რომ name იყოს key და value-ები იყოს list-ად რაღაც ირაკლით ამონა ოთო ლიზა და age იყოს მეორე key და რიცხვები იყოს list-ად ესა value. მოდი აქეთ დავწერთ. F get CSV data. რაღაც ფუნქცია იყოს და გადაეცემოდეს რაღაც მისამართი. File path. რომელიც იქნება რა string-ი, ხო? და აბრუნებს რას? დააბრუნოს dictionary, ხო? აი, როგორ ვიზავდი ამას, რომ ჯერ პირველ რიგში უნდა გავხსნა, ხო, ჩემი CSV ფაილი. As we open file path. რა მოუჩი უნდა გავხსნა? read. read მოუჩი გავხსნათ. As f-ი დავარქვათ. და რა ვქნათ ახლა? ნუ ბევრი ვარიანტია, მაგრამ ანუ ალბათ ახლა მარტივია, რომ ხაზ-ხაზად წავიკითხოთ, ხო? ანუ ხაზ-ხაზად დაგვიბრუნდება პირდაპირ, ხო? ანუ read lines-ი რაც საკეთებ და ეგ რო გამოვიყენოთ, რო რაღაც data უდრის f-read lines. აი ეს რას დაგვიბრუნებს, რომ ხაზ-ხაზად დაგვიბრუნებს, ჯერ დაგვიბრუნებს რაღაც name, მძიმე, age, /n, ხო? მე დაგვიბრუნებს ირაკლი მძიმე 25/n. მე თამუნა მძიმე 25/n. მოდი თან დავწუნდეთ თამაში. print data დავაბეჭდოთ და გამოვიდეხოთ ეს ჩვენი ფუნქცია. Get CSV data. და გადავცეთ ჩემი მისამართი, ხო? ანუ my CSV წერტილი რაღაც my CSV წერტილი CSV. ეს რო გამოვიდეხოთ, მართლა ეს ხაზ-ხაზად დაგვიბრუნა, ხო? მას გავთიშო. კაი, ეს გვაქვს. ეხლა რა გვინდა? ხარ გაქვთ რამე იდეა? აი მოდი რადგან ცოტა დრო გვაქვს, მე გავყვე. აი როგორ ამოვიღოთ ისინი, რა ქვია, მარტო რა ქვია, კოლუმნები, კოლუმნის დასახელებები. აი ეს data თუ გვაქვს, აქ ამ data-დან როგორ ამოვიღოთ მარტო კოლუმნები. აი, კოლუმნების ამოსაღებად უბრალოდ, ანუ რადგან პირველ ხაზზე ისედაც შენახულია ეს columns უდრის data manual, ხო იქნება, რომელიც ამ strings დაგვიბრუნებს, ხო, name, age, რაღაცა.
ეს რო რაღაც დავსპლიტოთ slash-ზე. ეს დაგვიგნოს columns. როგორც აქ დაგჭირდება კიდე რა. მოდი ესე გავსპლიტოთ. ან i წერტილი strip შეგვიძლია გავაკეთოთ. or in რაღაც. აი, ეს column-ები გვაქვს. ეხლა გვინდა რომ ეს column-ები იყოს ჩემი key-ები და value-ები იყოს ეს თამუნა ირაკლი ლიზა auto, ხო? ანუ name-ში უჭველი უნდა ჩაიწეროს რაღაც თამუნა ირაკლი ლიზა auto. მაგისთვის რაც გავაკეთებ, რომ for i in data მე-1-დან, ხო? შემიძლია რომ data-ს name-ში ჩავწერო რა? აი პირდაპირ AI ეგენერებს. რამე ხო აი დასპლიტული და მოსტრებით და იმძიმეზე რომ იყოს დასპლიტული. ხო, ანუ manual ელემენტები რო ამოვიღო ყოველთვის ამ value-ებიდან, ყოველთვის მომცემ სამ თამუნა ირაკლი ლიზა auto-ს. და თუ ამოვიღებ მე-1 ელემენტებს დასპლიტულზე, მაშინ მომცემ სამ age-ებს, ხო? და ამ შემთხვევაში dictionary-ს key-ში სახელად name-ი ჩავამატე ეს value-ები და dictionary-ს key-ში სახელად age-ი ჩავამატე ეს რიცხვის value-ები, ხო? და ეს რო დავაბრუნოთ მართლა, ანუ პირდაპირ რაღაც შეეშალა ჩვენ AI-ს. This things must be integers or slices, not etc. Data name. Oui. ეს უნდა იყოს რაღაც result. Data ხო ის ქონა list-ი ქონა შექმნილი და ჩვენ გვინდა რომ რაღაც result-ი შევქმნათ და ამ result-ის age-ში ჩავწეროთ ესენი. ანუ თქვა AI-ს არ უნდა ვინდოთ ხოლმე. და კიდე შეეშალა დაჟე. For i in split რა უნდა ეწეროს აქ. მოდი ესე ვქნათ. ესეთი რაღაც გინდა. არა. აი რა შევშალა აქ. მოდი დავბეჭდოთ. print i გავაკეთოთ. ანუ ჩვენ გვინდოდა რომ i დაგვესპლიტა. i წერტილი split. ხო? Serialზე. or ერთ სამით ანუ ვერ გვინდა რომ ყოველთვის ჩავაფენოთ result name-ში, ხო? ჩავაფენოთ i წერტილი split slash-ის manual, ხო? უბრალოდ მივანიჭოთ. ანუ ჯერ შევქმნათ რაღაც result-ის name-ი შევქმნათ. იქნება ეს serial list-ი და შევქმნათ age, რომელიც იქნება ასევე serial list-ი, ხო? ანუ ჯერ შევქმნით რაღაც result-ი, რომელშიც უნდა შევინახოთ აი ეს საბოლოო output-ი, ხო? name-ი და age-ი და საბოლოოდ უნდა დავუბრუნოთ list-ი, რომელშიც იქნება ეს value-ები, ანუ ირაკლი თამუნა auto ლიზა. ამ შემთხვევაში ეს name-ი რო შევქმნით, ყოველ ჯერზე result-ის name-ში უნდა ჩავააფენდოთ ეს ელემენტები. ეს რო გავუშვათ ეს ირაკლი თამუნა auto ლიზა უკვე ყავს და ეხლა გვინდა რომ age-ებით ჩავაფენდოთ. მაგისთვის result-ის age-ში ჩავაფენდოთ i წერტილი split მე-1-ები.
მაგ შემთხვევაში უკვე დაგვიბრუნდება age-ს. აი ეს AI ცოტა დაგვაბნია, მაგრამ საბოლოოდ მაინც მივიღეთ, ხო? თუმცა აქ დაგვავიწყდა სტრიპი. მინოლე აქ სტრიპსაც დავწერთ ეგარ. აი ეს არის რა ქვია. AI-ის გამო დავიბენებთ, მაგრამ ვინმე მივხვდით ამ მაგალითს, მოდი ესე ვიკითხო. გონი ვერავინ ვერ მივხვდით. მე ვხვდი და გავიგე ბოლოს. ოკეი. ანუ მოდი მაინც რომ გავიმეოროთ, name და age შემოვიღეთ. dictionary იყო, რომელშიც გვეწერა თავიდან ცარიერი ლისტები. all jers-ზე გადავუყვებით პირველი ხაზიდან, იმიტომ რომ მენოლე ხაზში უკვე გვეწერა კოლუმნები, პირველი ხაზიდან გვექნება value-ები და ამ value-ებში all jers-ზე ვააფენდებთ name-ის შემთხვევაში პირველ ელემენტებს დასპლიტულს და age-ის შემთხვევაში მეერთე ელემენტებს დასპლიტულს. და საბოლოოდ მივიღეთ ის, რაც გვინდოდა. აი ეს უფრო დინამიურად შეგვეძლო გვექნა, მაგრამ ხო. ამ შემთხვევაში ესე გამოვიდა. აი, გონი გადავაჭარბე დროს 9 საათია უკვე. ამიტომ ეს ამოცანები, რაც მინდოდა რომ გამიარა, ალბათ დავალებად მოგცემთ. ან შეიძლება კიდე რამე სხვაც მოვიკეთო. აი, რამე კითხვები ხო არ გაქვთ კიდე დამატებით? ლინკი რომ ჩააგდოთ კიდევ თუ შეიძლება. ისა სადღაც ამ კოლაბს ატვირთავთ? კი. ესე საიტურთება დავალებიან. აი. მეტი რამე კითხოთ ვარ გაქვთ, შეგვიძლია დავიშალოთ, რაღაც ძალიან ბევრი ინფორმაცია გამოვიდა. იმედია დაგამახსოვრდებოდეთ. კარგი. ნახვამდის. კარგად. ნახვამდის. ნახვამდის. მადლობა, ნახვამდის.